გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სტრესზე. საერთოდ რა არის სტრესი? მართლა ასეთი საზიანოა თუ არა? რა ტიპის სტრესები არსებობს? როგორ უნდა შევეგუოთ, დავუმეგობრდეთ, გავუმკლავდეთ სტრესს? დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. ჩემი სტუმარია ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი თეა გოგოწიშვილი. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო. დღეს ხართ ჩემთან ერთად და განვიხილოთ ჩემთვის და ვფიქრობ ბევრისთვის ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან თემას. ჩემს მაყურებელს უნდა ვუთხრა, რომ ამ ეპიზოდის წარმოდგენი არის PSP და დიდი მადლობა, რომ მომცა საშუალება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ და გავაცნოთ ჩემს ძალიან ძვირფას მაყურებელს. საუბრის დაწყებამდე მინდა გითხრათ, რომ მე და PSP მოგიმზადეთ ძალიან საინტერესო შეთავაზება. სანამ შეთავაზებას გაგაცნობთ, მოგიყვებით მარადმწვანე ჯადოსნური მცენარის შესახებ, რომელსაც აშვაგანდა ქვია. აშვაგანდა მოდის სამხრეთ აზიაში და აფრიკაში. მისგან ამზადებენ, ანუ ამ მცენარისგან ამზადებენ საკვებ დანამატს, რომელიც გამოიყენება შფოთვის და სტრესის შესამცირებლად. ქრონიკული სტრესის დროს ეს ძალიან ეფექტური არის. საკვები დანამატის სახელიც უწოდ აშვაგანდაა და ეს დარწმუნებულია, რომ ბევრმა თქვენგან მაიცით. მოგიყვებით რამდენიმე დადებით ეფექტს, რომელიც ჩვენს ორგანიზმზე აშვაგანდას მეშვეობით აისახება ხოლმე. ის აქვეითებს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეს, ამაღლებს გუნება განწყობილებას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, კოგნიტურ ფუნქციებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს ტვინში, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციებს ქალებში და მამაკაცებში, მონაწილეობს გლუკოზ და ლიპიდურ მეტაბოლიზმში. ეს არის არც თუ ისე მცირე ჩამონათვალი, მაგრამ ძალიან საინტერესო, რა ეფექტი შეიძლება აშვაგანდას კონდეს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ახლა კი რაც შეეხება სპეციალურ შემოთავაზებას, დიდი მადლობა PSP-ს ამისთვის, რომ მომცა საშუალება თქვენთვის გავაკეთოთ ესეთი ფასდაკლება 50%-იანი ამერიკული ბრენდის Pure's აშვაგანდას საკვებ დანამატზე. თქვენ ეკრანზეც ხედავთ ახლა ამ პრომო კოდს, რომელსაც გამოიყენებთ როგორც ონლაინ ვებგვერდზე შეძენის და ამ ლინკსაც აუცილებლად აღწერაში გავაყოლებ როგორც პრომო კოდს და ასევე შეგიძლიათ აფთიაქშიც მიბრძანდეთ და იქ უკან ნახოთ პრომო კოდი და მიიღოთ ფასდაკლება 50%-იანი. ფასდაკლება იმოქმედებს 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და როგორც გითხარით, შეგიძლიათ როგორც ვებგვერდზე, ასევე უშუალოდ აფთიაქში მისვლისას გამოიყენოთ ეს ძალიან კარგი შეთავაზება. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ესე ვთქვათ, შეთავაზება ასეთი სტრესული ფონზე, როგორცაც ახლა ჩვენ განვისით და ყველანი ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე პირადად აშვაგანდას ეფექტი საკუთარ თავზე გამომეცია და ნამდვილად გავუწევდი რეკომენდაციას. დავიწყოთ პირველი კითხვით. ჩვენ ამ პოდკასტში რაღაცნაირად ესე ვიწყებთ ხოლმე. გვინდა რომ სიღრმისეულად ვიცოდეთ ყველა საკითხი, რომელზეც საუბრობთ და საერთოდ რა არის სტრესი? აი, რაღაც მოვლენა არის ჩვენ ცხოვრებაში, ვიცით რომ არის, მაგრამ რა არის? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სტრესი ეს არის ორგანიზმული რეაქცია მოულოდნელ ვითარებაზე, რომელსაც ადამიანი გამღიზიანებელზე ესე ვიტყვი, ძალიან ვეცდები, რომ მარტივად ვისაუბრო და ტერმინები არ გამოვიყენო და თუ რაიმე იქნება, ასე ვთქვათ, საჭიროების მიხედვით უფრო გასამარტივებელი, მეგთხოვთ, რომ თქვენ მიმინიშნოთ, ხო, მიმითითოთ ამაზე. ამიტომ ესე იგი, ჩვენი ორგანიზმული რეაქცია ეს გამღიზიანებელზე, ჩვენ ასე განვიცდით და საერთოდ ამ ტერმინს დამკვიდრებული ესეთი რეპუტაცია აქვს, რომ ეს არის რაღაცა რყევა, რომელსაც ჩვენ რაღაც სიტუაციებში, რთულ სიტუაციებში გასამკლავებლად სირთულედ რომ განიცდება, ისეთ ვითარებაში ვგრძნობთ და გადის ჩვენი ორგანიზმი აი ამ სტრესთან ადაპტაციის გამკლავების ან ვერ გამკლავების პროცესს და შესაბამისად ხდება ამ სტრესების დაყოფა. საერთოდ სტრესი არ არის
არის თავისთავად მავნე, არამედ პირიქით ადამიანის ცვლილებების, გარკვეული წინსვლის, პროგრესის წინაპირობად მიიჩნევა, ისევე როგორც რო ავიღოთ კრიზისული სიტუაციები ფსიქოლოგიაში, როგორც ზრდისა და ცვლილების, პოზიტიური ცვლილების და განვითარების პოტენციალის, რესურსის მქონედ განიცდება. გააჩნია ადამიანი როგორ უდგება სტრესულ მდგომარეობას. ძალიან საინტერესო კვლევები არსებობს ამერიკულ ისეთ რეპუტაციულ უნივერსიტეტებში ჩატარებული და აღმოჩნდა ასეთი რამ, რომ რა განწყობა აქვს ადამიანს თვითონ მოვლენის მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტულად სტრესის მიმართ რა დამოკიდებულება და განწყობაც აქვს, აღმოჩნდა, რომ იმის მიხედვით მოქმედებს მასზე ეს. საერთოდ ახლა ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ძალიან კარგად ცნობილია რა არის განწყობა. რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, ვიდრე ამა თუ იმ არხზე გადართვით საკუთარი განწყობილების მომართვა. ეს არის მთლიან პიროვნული მდგომარეობა, ფსიქოფიზიკური მდგომარეობა, რომელიც წინ უძღვის მოქმედებას აუცილებლად და განსხვავებული ხედვები არსებობს ამ მხრივ, ვთქვათ, დამოკიდებულებების ჭრილში, ვთქვათ, დასავლური თეორიები არ იცნობენ სიტუაციური განწყობის ცნებას, რაც უზნაძის განწყობის თეორიიდან ამოსული კონცეფტია და აი სიტუაციურად ჩვენ სხვადასხვანაირად რეაგირებთ, თვითონ გავლენა აქვს ჩვენზე გარემოს, მაგრამ კიდევ გვაქვს ჩვენ ფიქსირებული დისპოზიციური განწყობები და ეს ის განწყობებია, რომლითაც ჩვენ მოვდივართ, აქ ჩვენი ღირებულებებია, ის ჩვენი გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად მოქმედებს აქ და ამჟამად სიტუაციაში, ხომ? და გააჩნია ზოგჯერ ჩვენ მართლა იმ ძველი განწყობით მოქმედებთ, ან შეიძლება სიტუაციურად გვიწევდეს მოქმედება. რატომ მოვახდინე ახლა აი ამ ცნებების და განსხვავებების ძალიან მოკლე მოტანა, ვინაიდან ესე იგი რა დისპოზიციური განწყობაც გვაქვს სტრესის მიმართ, იმის მიხედვით გვაქვს რეაგირება. და აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მართლა უყურებენ სტრესს, როგორც ძალიან, ასე ვთქვათ, გამოწვევას, ესე ვიტყვი ამ სიტყვას, ხო, ჩელენჯი არის ესეთი სიტყვა, როგორც გამოწვევას უყურებენ. ენთუზიაზმი აქვთ, რომ არის ხო კატეგორია ადამიანების, ვისთვისაც ესეთი მდორე, ერთფეროვანი ცხოვრების მდინარება არის პირიქით მოსაწყენი და მათთვის გამოწვევები არის კარგი შესაძლებლობა რაღაც გამოფხიზლების, განსხვავებულობის, განცდის. ადამიანები ადრენალინისთვის ვიცით, რომ ხიდებიდანაც ხტებიან იმისთვის გააჩნია ხო კატეგორიას. მოკლედ, თუ კი ადამიანი ამ სტრესს, როგორც გამოწვევას, როგორც რაღაც პოტენციალის, რესურსის მქონეს ისე უყურებს ცვლილებისთვის და განვითარებისთვის, მათზე ეს სტრესი არ იწვევს მათზე მოქმედებას, არ იწვევს, ეს კვლევებით არის დადასტურებული და აქვე მოვაბამ, რომ აი ესეთი ფრანგული ავტორი არის სელიე, რომელიც ითვლება კლასიკოსად, ვინც სტრესზე წერდა და ჩამოაყალიბა ეს თეორია, რომ თუ დისტრესის ფორმა არ მიეცა მას და დისტრესი არის უკვე გაუმკლავებელია, როცა ვერ დაძლია ადამიანმა და გამოვიდა, რომ ის, ასე ვთქვათ, ჭყალებში ვიტყვი, გაეჭედა მდგომარეობაში, გაფიქსირდა ეს მდგომარეობა. აი ასეთ შემთხვევაში თუ ადამიანი ვერ უმკლავდება გამოწვევას და ქრონიკულად განიცდის ამ გამოწვევის ნეგატიურ ზეგავლენას, მან დაკარგა სრულფასოვანი ფუნქციონირების უნარი, დაკარგა სადღეღამისო ძილღვიძილის, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი რიტმი, გამოვიდა მისი ბიოლოგიური საათი მწყობრიდან და ის ვეღარ ფუნქციონირებს, ვერ მუშაობს, მას მუდმივად უშლის ხელს ის საკითხი, რომელსაც ის ვერ ერევა, ვერ ძლევს. აი ასეთი ვითარება,
რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ზიანის მომგვრელია, ამას დისტრესს უწოდებთ ჩვენ და აი ესეთი პროლონგირებული, ანუ დროში გახანგრძლივებული დისტრესი, რა თქმა უნდა, შეიძლება ქრონიკულ ფორმადაც გადაიზარდოს და შემდგომში საჭიროებს დახმარებას. კი, ადამიანის ორგანიზმი თვითონ ანიშნებს მას, რამდენად ის თვითონ უმკლავდება სტრესულ ვითარებას, ახერხებს გამკლავებას, თუ ეს მასზე მოქმედებს ნეგატიურად, რგუნავს, ბოჭავს და უშლის ისევ და ისევ სრულფასოვან მის ცხოვრებაში თუ არ უშლის. ჩვენ უნდა ვუსმინოთ ჩვენს თავს, ჩვენს ორგანიზმულ ნიშნებს, ასეთ მინიშნებებს, შეგრძნებებს და აუცილებლად ამით შევძლებთ ამ ყველაფრის განსაზღვრას. კი ბატონო. ანუ რო ეხა თქვენი ახსნა რო შევაჯამოსავით. ესე იგი სტრესი ხო, რაღაცა ჩვენი ბიოლოგიური უნარია, ხო? ადრე გამოქვაბულში ადამიანები როცა ცხოვრობდნენ, თუ სტრესს არ განიცდიდნენ, ვერ გადარჩებოდნენ. რაღაცა მტერი დაესხმებოდა თავს, თუ ცხოველი, თუ მხეცი, თუ არ ვიცი და რეალურად ხო დღემდე ნუ განვითარდით ამდენია, ვიცი, წელი არის გასული და საუკუნე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ბიოლოგია, ადამიანის ბიოლოგია და ფიზიოლოგია ხო ერთნაირად ფუნქციონირებს მაშინაც და ეხლა ხო ერთი მოცემულობა გვაქვს. ანუ და ძალიან კარგი რაღაც თქვით, რომ სტრესს მე როგორც ვუყურებ, ზუსტად ისე განვიცდი. ხო მე ჩემ თავზეც მაქვს ექს გამოცდილი, რომ თუ რაღაცა დიდ ბოროტებად აღვიქვი, თქვა რაღაცა კონკრეტული გამოწვევა და სტრესია, აი საშინელება მეწყება ხოლმე და თუ შევხედა ისე რომ ეს რაღაცა შემიძლია რომ მით განვითარდე, შემიძლია რომ წინ წავიდე, იქნებ რაღაცაზე უნდა დავფიქრდე, რატო ვისტრესების, რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მე ცოტა სხვანაირად მიდის ხო. თქვენ ახლა ახსენეთ სტრესები, რამდენიმე სტრესი, რომელიც არსებობს. მე მაქვს ესეთი კითხვა, რომ აი ანუ მაგალითად მე ვცხოვრობ ყოველდღე ვიღვიძებ, მივდივარ სამსახურში, მუშაობ, მოვდივარ, რაღაც აი რუტინა მაქვს რა. ხო, ამ რუტინაში არის ხოლმე ძალიან ბევრი სტრესორი. გარეგანი სტრესორები არსებობს. როდის უნდა მივხვდე, როდის ხდება ჩემთვის ეს სტრესორები მავნებელი? ამას როდის ხვდები? ანუ რა გამოხატულება მაქვს ესეთი? ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მეც მქონია, რომ მიცხოვრია რაღაც სტრესულ, ქრონიკულ სტრესში, ესე ვთქვათ, მაგრამ ეს სტრესი იმდენად მიჩვევადი გახდა რაღაც მომენტში, რომ აი თქვენასთვის რომ სხეული რაღაცების მანიშნებდა, მაგრამ მივაყურადე, საერთოდ აღარ უსმენდი იმას და აი სტრესში ვცხოვრობდი. როდის ხვდები, რომ ცუდად ვარ, სტრესში ვარ? პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვა ის, რომ ორგანიზმს აქვს თვითრეგულაციის უნარი. აი თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ კაცობრიობის დასაბამიდან, ჯერ კიდევ პირველ ყოფილი წყობილებიდან, ჩვენი წინაპრები, ადამიანები მუდმივად იყვნენ გამოწვევის წინაშე და სიცოცხლის გადარჩენის გამოწვევები იდგა მათ წინაშე, რადგან უწევდათ გამკლავება გარეულ ისეთ ცხოველებთან დაწყებული, დამთავრებული, თქვათ, ის შუღლი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ტომებს ერთმანეთის მიმართ ქონოდა. ანუ გადარჩენაზე იყო ადამიანის ორგანიზმი მობილიზებული და მათთვის ეს იყო პირდაპირ ვთქვათ, ყოველდღიურობა და ბუნებრივია მათი ორგანიზმი ასეც იყო მომართული და განწყობილი იყო, რომ ყოველდღიურად მობილიზაცია ქონდა მას, რომ აი ამ გარე საფრთხეზე ერეაგირა და აი ეს მობილიზაცია ფიზიკური ბუნებრივია, სწორედაც ის ფსიქოფიზიკური განწყობა, რომელიც მათ მუდმივად მზადყოფნაში ამყოფებდა, კონკრეტულ ეპოქაში შესაბამისი ორგანიზმული მზაობით იყო ნაპასუხები. მაგრამ როცა ცივილიზაცია წინ მიდის, პირდაპირ ვთქვათ, რომ ახლა ჰუმანური ღირებულებები შემოდის, როცა ჩვენ ვუყურებთ სხვა ეპოქის ცხოვრების ამსახველ ფილმებს, ამ კითხულობთ მათ შესახებ, ხო, იმ ეპოქაზე, ჩვენ ვხედავთ განსხვავებას. და დღევანდელი ადამიანი, აი თქვენ თქვით, რომ ბიოლოგია ხომ იგივეა, რა თქმა უნდა
და ბიოლოგიური αγებულება იგივე გვაქვს, მაგრამ ნახეთ, აი ურბანულმა გარემომაც უკვე სხვა სომატური მზაობა გააჩინა. რამდენად დღეს არის ადამიანი ფიზიკურად მზად იმისთვის, რომ ყოველ დღე სახლიდან რო გავა, დინოზავრებს ებრძოლოს. ბუნებრივია, რომ სხვა განწყობა აქვს ჩვენს მთლიან ორგანიზმს და აქ უკვე სხვა სტრესორებთან, სხვა გამოწვევასთან, სხვა გამღიზიანებლებთან მორგებისთვის ავართ ჩვენი ეპოქის ადამიანები მომზადებული. ეს არის ინტელექტუალური, რა თქმა უნდა, გამოწვევები, როდესაც არის გადასაჭრელი რაღაც მნიშვნელოვანი სააზროვნო ამოცანები, ხომ? დღევანდელობას აქვს კიდევ ესეთი სტრესორი, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ინფორმაცია მალე ვრცელდება ძალიან და ჩვენ ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, რომლებიც ომში იმყოფებიან და ისინი ნახეთ, აი მუდმივი სტრესის ვითარებაში არიან. აი ჩემი კოლეგა, რომელიც ახლა ჩემთან იმყოფება სტუმრად და საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ატარებს ტრენინგებს, ეს ადამიანი ისრაელის მოქალაქეა და ის როდესაც ჩამოვიდა ჩემთან და დილას მე მას ვკითხე, რომ აი როგორ იყავით, მოვიკითხე, როგორ გეძინათ, აღმოჩნდა, რომ მას ღამე გაეღვიძა დილის 4 საათზე და როდესაც ის გამოფხიზლდა თავის ძილიდან და მიმოიხედა ირგვლივ, თავის თავს უთხრა, ეს მისი გაზიარებული ისტორია, რომ ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ დამშვიდი დაიძინე, შენ თბილისში ხარ. შენ არ ახარ ეხლა შენ სამშობლოში. მაგრამ ის ვერ ახერხებდა დაძინებას, დამშვიდებას. და გახსნა ტელეფონი, ესეც რეფლექსია, ხო? იმიტომ რომ ის ადამიანები სულ სტრესში არიან, უნდა მოვიდეს, ესე იგი, განგაში სიგნალი. თუ კი ამ დროს თავდასხმა, განგაში სიგნალი მოდის, მათ სატელეფონო აპლიკაციები აქვთ და განგაში სიგნალი მოდის და ყველა თავშესაფარში. აუცილებლად მომენტალურად ყველას აქვს უახლოესი თავშესაფარი. და გახსნა აპლიკაცია, წარმოიდგინეთ და ხედავს, რომ ამ დროს ისრაელში განგაშია. მისი შვილიშვილები, ეს ადამიანები ეხლა განგაშის რეჟიმში არიან და ისინი მოწოდებულნი არიან, რომ ჩავიდნენ, ესე იგი, თავშესაფარში. და ეს ადამიანი ამბობს, რომ ესე იგი, ჩემი ორგანიზმი დისტანციურადაც კი, ინტუიციურად გძნობს ამ სტრესორს და მას ეღვიძება სრულიად სხვა ქვეყანაში, სადაც მადლობა ღმერთს, მშვიდობაა, მაგრამ მას ეღვიძება, იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი ორგანიზმი მიჩვეულია, რომ ღამეა ძირითადად თავდასხმები და ეს თუმცა დღისითაც არის, მაგრამ ეს ღამის უსაფრთხოების დარღვევა, ეს მუდმივად არის იმ რეალობაში. ასე რომ მათი ორგანიზმები სულ სხვა რამეზე არიან მომართული და განწყობილი, ვიდრე ჩვენ, რომლებსაც მიუხედავად ჩვენი ნამდვილად სტრესული ვითარებისა, რაც ეხლა დღეს ხდება ჩვენს სოციალურ სივრცეში, გულისხმობ საზოგადოებაში და ის სოციალური პროცესები და სოციალური კრიზისი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა დღეს იმყოფება, განსხვავებული სტრესორის ქვეშ გვამყოფებს ჩვენ და არა იმ სტრესის ქვეშ, რომელშიც ჩემი კოლეგა არის, ხომ? ანუ ჩვენი ბიოლოგიური ორგანიზმული რეაქციები სხვა და სხვა, ასე ვთქვათ, მზადყოფნაში არიან აი ამ გარე გამღიზიანებელზე, სხვადასხვა გვარია ეს გამღიზიანებელი და შესაბამისად მოემართება ორგანიზმი და აქვე უნდა ვთქვა, რომ ფსიქიკა თავისი არსით არის ადაპტაციური სისტემა. ამიტომ თქვენ რომ ყვებოდით საინტერესო თქვენს გამოცდილებას, რომ თქვენ გქონდათ დროში გახანგრძლივებული სტრესული ვითარება და თქვენ თითქოს მიეჩვიეთ ამას, ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ადამიანი ეჩვევა ნიშნავს ადაპტირდება და ნამდვილად ჩვენ გვაქვს აი ეს მორგების ნამდვილად აი სიტუაციასთან გეშტალტში გვაქვს ეს ცნება კრეატიული მორგება. მე კიდევ მომეცემა ალბათ საშუალება, ეს ძალიან საინტერესო ცნება, ამაზე მოკლედ მოგახსენოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მოდით ვთქვათ, რომ ორგანიზმული
ორგანიზმი ადაპტაციაზეა მომართული, ფსიქიკა მთლიანად ადაპტაციური სისტემა არის თავისი არსით, ასე რომ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა რეალობაში არსებული გამოწვევები სხვადასხვა გვარ ადაპტაციას გამოამუშავებინებს ორგანიზმს. და რა თქმა უნდა, როგორ ვუყურებთ ამ რეალობას და რამდენად დრამატიზაციას ვახდენთ და არიან ადამიანები, ხა ეს ფილოსოფიური ცნება უნდა გავიხსენო აუცილებლად, რომელებიც ხედავენ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ან მეორე ადამიანები იგივე რაოდენობის წყალს ჭიქაში განიხილავენ და აღიქვამენ, როგორც ნახევრად ცარიელს. ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსე. აქ არაფერი არ არის, ხომ ერთი და იგივე ოდენობის წყალზეა საუბარი და განსხვავება არ არის არავითარი. მაგრამ რას მოაქცევს ადამიანი ფოკუსში? მისი აღქმა როგორ მოქმედებს? რა თქმა უნდა, ჩვენი აღქმა განპირობებულია ჩვენი განწყობებით. და ჩვენი განწყობები ჩვენ სიზმრებს, ნებისმიერ ჩვენს აქტიობას მზადყოფნაში მოაქცევს ჩვენი განწყობა. და ეს ამ შემთხვევაში ჩვენი დისპოზიციური განწყობა, ანუ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი შეხედულებათა სისტემა, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ და შემდგომში როგორ ვმოქმედებთ. რეაქცია ეს არის ორგანიზმული, უკავშირი ორგანიზმული პასუხი, ესე ვიტყვი, ორგანიზმული პასუხი და შემდგომ პასუხის შემდეგ უკვე მოქმედება. აი ასე შეგვიძლია ამ საკითხზე ორგანიზმულ რეაქციებთან დაკავშირებით ვთქვათ და თუ კი ადამიანი ნამდვილად ცდილობს, ნახეთ, ეს უკვე კიდევ უფრო მასშტაბურ ცნებას გამაჟღერებინებს ახლა მსოფლხედვას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველა სიტუაციიდან სარგებელი გამოიტანონ, ხო? სარგებელზე ორიენტირებული განწყობა აქვთ და არა უშავს, რომ ახლა სირთულეა, რაღაც აქედანაც შეიძლება სარგებლის ნახვა, იქნება ეს მართლა პიროვნული ზრდა, შინაგანი კიდევ უფრო სულიერი დახვეწა იქნება თუ გაძლიერება და ქართულ გამონათქვამს გავიხსენებ, რაც არ გკლავს, რომ გვაძლიერებს. აქაც ღირებულებებზე გავდივართ. არის კი ადამიანისთვის გაძლიერება პიროვნული პრიორიტეტი. იქნებ სხვისთვის კომფორტის ზონაში ყოფნა მეტი პრიორიტეტი. ანუ რა ღირებულებებზე დგას ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ განგვასხოვებს ჩვენი ღირებულებები. რაც არ უნდა მსგავსი გქონდეს და ეს მსგავსება მნიშვნელოვნად განაპირობებს საერთოს ადამიანებს შორის და დადებითან უარყოფით განწყობებს ერთმანეთის მიმართ, მაგრამ მაინც ჩვენ თითოეული ვართ ერთი და უნიკალური განსხვავების მქონე. ორი ზუსტად ერთნაირი არ არსებობს სამყაროში არაფერი. ამიტომ ეს შეხედულებები, ღირებულებათა სისტემა განგვასხოვებს და ადამიანი ეძებს გარემოში პოზიტივს, ეძებს წვრილმანი მიზეზებით კმაყოფილების განცდას, მადლიერების, ასე ვთქვათ, ფაქტორებს, მიზეზებს დაეძებს, თუ ის უნებლიეთ ხშირად არის სულ ნეგატივის დანახვა აღქმაზე და თვითონაც შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ როგორ არის, რომ სულ ცუდია მის გარემოში ყველაფერი და მუდმივად სულ ნეგატიური ხდება. არის ეს არაცნობიერი განწყობა, რომ სულ, ასე ვთქვათ, ფონს და ფიგურას შორის, ფიგურა სულ ნეგატივი ხდება. წყალს სულ აღიქვამს ის როგორც ჭიქას, აღიქვამს როგორც ნახევრად ცარიელს. ეს მნიშვნელოვანი არის, რაც ზეგავლენას ახდენს, რამდენად ჩვენ სტრესებს უმკლავდებით თუ ვერ უმკლავდებით. აქ არის კიდევ ბევრი ნიუანსი, არ ვიცი რამდენად გავეცი პასუხი თქვენს კითხვას და შემდეგ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, რამდენად იღებს ადამიანი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, ნიშნავს რამდენად აქვს ეს დისპოზიციური განწყობა, რომ ის რა სირთულეც მოდის და რა გამოწვევაც დგება, არაფერი არ არის შემთხვევითი.
ყველაფერს აქვს თავის საზრისი, ხა ცოტა ეგზისტენციალიზმს დავდივარ. ყველაფერს აქვს თავისი საზრისი და მოდი ნუ ავჩქარდები და მივიღებ ამ გამოწვევას ისეთად როგორიც ის არის და ვიქნები ფხიზელი, ვიქნები დაკვირვებული, რომ რა ხდება. არ ავჩქარდები, არ ვიქნები იმპულსური დასკვნებში, არ კატასტროფიზაციას არ დავიწყებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეგრე ასეთი რეაქცია ვიქონიო და ვიქნები უფრო მეტად დამკვირვებელი საკუთარ თავზე, გარედან დამკვირვებელი აქ და ამჟამად სიტუაციაში. ავიღებ ლუფტს, პაუზას, არ ვიქნები ესეთი ექსპანსიური იმ წუთში და იმ მომენტში და ავიღებ ლუფტს, ვიქნები დაკვირვებული და როგორ ვირეაგირო რა გეზი ავიღო იმისთვის რომ რაც ჩემზეა დამოკიდებული ვიმოქმედო აი ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. პასუხისმგებლობა ვახსენე და ეს პასუხისმგებლობა არის ადამიანის ძალიან მტკიცე რწმენა წარმოდგენა იმის შესახებ რომ რაც ხდება მისი პირადი წვლილი დიდია იქ ჯერ ეს ერთი იმაში რაც ხდება და მეორეც მე არ ვამბობ რომ მთლიანობაში, იმიტომ რომ ყოველთვის არის შინაგანი და გარე ფაქტორები, კანს შიგა და კანს გარე რეალობა არსებობს და აი კანს შიგა, ანუ შინაგანი ფაქტორი არის კონკრეტული წილი იმ მთლიანობის, ხო? ნაწილია ამ სიტყვაშიც წილი ფუძედებს. რაღაც წილი გვაქვს ყოველთვის და პროცენტურ წილობრივ გადანაწილებაზე ვერ დავიწყებთ საუბარს, როგორც ბიზნესშია, ხო? სააქციო წილები ვის რამდენი აქვს აქციონერებში, მაგრამ აქაც ამ მეტაფორას შეიძლება მივმართოთ და ვთქვათ, რომ ჩემი წილი ყოველთვის არის და ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა გამკლავების მიმართულებით. ანუ რა გესავიღებ, როგორ ვირეაგირებ, რას დავსახავ მე, როგორც ჩემ ნაბიჯებს ამ კრიზისიდან თუ სტრესული ვითარებიდან გამოსასვლელად. და აი აწმყო მომავალს უკავშირდება სწორედ ამ ასპექტით, რომ ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება კარგად დაინახოს და იგრძნოს რა არის მისი პირადი გასაკეთებელი აქ, რა არის მასზე დამოკიდებული და დასახოს, იმიტომ რომ შეიძლება ამ წამს არ ხდება ის, რაც მისი სამოქმედოა, არამედ ხვალ, ზეგ, ახლა თავისთავად რაც გარემოდან გამომდინარე შესაძლებელია სამოქმედოდ იქნას აღებული, ასე ვთქვათ, და განხორციელებული და შემდგომ ხვალ, ზეგ და თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა, სისტემურობა, რეგულარულობა, რაც ჩვენ გვიჭერს. ჩვენ უფრო მეტად, რასაც მე მგონი შეუიარაღებელია თვალითაც ხედავს თითოეული ჩვენგანი, ჩვენ ვართ იმპულსური. უფრო მეტად იმპულსური რეაქციებისკენ მიდრეკილები და აი გამღიზიანებელზე მყისიერი რეაქცია. ანუ იქ არ არის ლუფტი შუაში, რომ აი მიიღო ეს სტრესი, შეხედო თვალებში, სტრესი რეაქცია. სტრესორი მიიღო გამოწვევა, ჩახედო ამას თვალებში, იყო ამასთან ერთად, საკუთარი შეგრძნებები კარგად აღიქვა და გარედან დააკვირდე. რა არის ის, რაც ყველაზე ოპტიმალურია ამასთან მიმართებით. ზოგჯერ თქმა სჯობს, არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების პაუზა და შემდგომი ვთქვათ, დაყოვნება და შემდგომი რეაქცია, დაკვირვება ჯერ სიტუაციაზე და იმის მიხედვით გეზის აღება. როგორ არ გვახასიათებს ჩვენ ეს ამბავი, რასაც სულ ვხედავ და ცოტა ხანი მოვითმინო და ვნახო. აბა ვნახო, იქნებ რა არის? იქნებ რაღაცა სხვა გამოჩნდეს, ვიდრე ახლა ამ მომენტში არ ჩანს. აი ასეთი მიდგომები
უფრო მთლიანად, ანუ ჰოლისტურად და გეშტალტურად, იმ დროს სიტყვა გეშტალტი მთლიანობას ნიშნავს, უფრო მთლიანობითაც და სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ. და თუ კი ეს პიროვნული ესე იგი შემართება არის, რომ ჩემზე რაც არის, მე არ დავიხევ და ჩემსაც გავაკეთებ, მე ავწონი რა არის ჩემთვის, ჩემი მიზნებიდან, ღირებულებებიდან გამომდინარე მიზან შეწონილი. და მე ვარ მზად, ჩემი ენერგია, ჩემი ძალა, ენერგია ეს შინაგანი ძალა არის ადამიანის სასიცოცხლო, ამის ინვესტირება გავაკეთო, ეს ჩავდო იმ ღირებულების, იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ამ შემთხვევაში ამ სტრესთან გამკლავებას ბისთვის არის საჭირო, ხომ? აი ეს არის ის ძირითადი სქემა, ოღონდ ვიტყოდი მენტალური სქემა, რომელიც მხოლოდ ესე იგი კოგნიტურს არ გულისხმობს ამ შემთხვევაში და როცა მენტალურს ვახსენებ ეს ფსიქიკური სინონიმია, ხო? ამ შემთხვევაში აი მთლიან ორგანიზმს გულისხმობ მე როგორც გეშტალტისტი. აქ აი ამ ენერგიის ცხადგრძნობა და ამ ენერგიის მობილიზაციის განცდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ადამიანები რაღაც გეგმებს დააწყობენ მხოლოდ გონებაში და ვერ გრძნობენ ამ შემართებას, რომელიც მოქმედებისთვის მზადყოფნას გულისხმობს, ეს კორტიზოლი, ადრენალინით ამ ენერგიას გვაგრძნობინებს. მღელვარების სახითაც განიცდება ეგ და სულ სხვა რამეა ეს მღელვარება მოქმედებისთვის მზაობა, ვიდრე შფოთვა, რომელიც არის მომავლის რისკებზე ფანტაზირება და აბსოლუტურად ზიანის მომტანი, არაფრის ზიანის გარდა მომტანი მდგომარეობა. ამიტომ აი ეს ენერგიის მობილიზაციის განცდა, რომელიც მოდის სამოქმედო, ასე ვთქვათ, სტრატეგიასთან ერთად, რომ მოქმედება განხორციელდეს, ეს როგორც წესი არის სტრესებთან გამკლავების უმეტესწილად წინაპირობა, თუმცა ჩვენ გარეთ და შინაგან სტრესორებზე ალბათ უნდა ვილაპარაკოთ. აუცილებლად. და არის სტრესორები, რომელიც აქ და ამ მომენტში ვერ ნეიტრალიზდება. ნახეთ, აი, ჩვენ გარეთ გვაქვს ახლა სტრესორი. მე მაგალითად თავს განვიცდი სტრესში. იმიტომ რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და ჩემი საზოგადოება დღეს არის კრიზისულ მდგომარეობაში. როცა მე ვხედავ რა ხდება ჩემი სახლის მიღმა, რომელიც ძალიან ახლოა ამ ცხელწერტილთან, მე ამას განვიცდი როგორც შინაგანად ძალიან ამაღელვებელ მდგომარეობას. ჩემი გული ცემს ძალიან აქტიურად, ჩემი სუნთქვა გახშირებული. ზოგჯერ ვგრძნობ თავში მოჭერის შეგრძნებას, იმიტომ რომ რა არის ახლა ეს? რა შეიძლება მე გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ვითარება განიმუხტოს, იმიტომ რომ ადამიანს რო დაიმუხტება მისი ორგანიზმი ან გარემო ორივე ერთმანეთზე ურთიერთზე მოქმედია. განმუხტვის ტენდენცია გვაქვს ჩვენ. ანუ ჰეტეროსტაზი ჰომეოსტაზისკენ, დაბალანსებისკენ მიისტრაფის და ჩვენ გვაქვს თვითონ შინაგანი ბუნება, რომ დავასრულოთ, დავსვათ წერტილს, გეშტალტური მახასიათებელია, რომ დასრულდეს ფიგურა და შემდეგ ახალი ფიგურა აღმოცენდეს ფონიდან და როცა არ სრულდება რაღაც, ანუ დაკმაყოფილება, დასრულება, განმუხტვა არ ხდება, ეს ფიგურა გაჩხერილია. და ვერაფერს ვეღარ ვხედავთ ამის გარდა. ანუ რეალურად სულ ერთი ფიგურა არის ჩვენი აღქმის ველში. და ამიტომ აი ეს სტრესი, გარე სტრესორი, ხო, რომელიც სულ არის, სადღაც ცოტა მოდუნდება, მერე ისევ დაიმუხტება და პირდაპირ აი კანი და კანს შიგა რეზონანსი რეაგირებს, ეს რეზონირებს ეს გარე სტიმულები და ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ჩვენ გეშტალტში ყველა მოვლენას როგორც ორ პოლუსიან რეალობას ესე აღვქვათ, იმიტომ რომ სამყაროა თვითონ ორ პოლუსიანი დიქოტომიური. ამიტომ ის რაც არის კრიზისის განვითარების პოტენციალი, ასევე იმავე კრიზისში არის უამრავი რისკები და უამრავი სირთულეები, რომელსაც ჭირდება ძალიან გონივრული და არა მხოლოდ იმპულსური რეაგირება.
და სტრესს ჩვენ აუცილებლად როგორც გონებით პირველ რიგში შეგრძნებებით და თქვენ ალბათ მერე გვექნება შესაძლებლობა რომ როგორ დავეხმაროთ ჩვენ ორგანიზმს რომ ეს სტრესი არ იყოს ჩვენზე იმდენად ფიზიკურად ნეგატიური ზემოქმედების მქონე, რომ აზროვნება შეგვეზღუდოს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძე მე-20 საუკუნის დასაწყისში და თითქმის ერთი საუკუნეზე მეტია ფაქტურად გასული, ამბობდა რომ რაც უფრო ძლიერია ემოცია, მით უფრო მეტად იპყრობს ჩვენი ცნობიერების ველს და ქართველებს გვაქვს გამოთქმები ასეთი, რომ ცხელი გულით ნუ გადაწყვიტა, ცივი გონებით იმოქმედე. იმიტომ რომ თუ ჩვენ ემოციურ სიცხარეში და ორთქლში და აი ამ ემოციურ ცხელ-ცხელ რეალობაში და განცდებში წყვიტავთ, ჩვენი გონება ამ დროს კარგად ვერ მუშაობს. და ეს არის აბსოლუტურად ცხოვრების ყველანაირი გადაწყვეტილება. ყველანაირ გარემოში და ყველანაირ სტრესულ ვითარებაში. და არა მარტო, მე უბრალოდ მოვიყვანე ის, რაც დღეს ხდება ჩვენი თანამედროვე აქ და ამჟამად რეალობა, ყოველი საღამოს რეალობა. როგორ შეიძლება ვინმე აი ამ გარე სტრესორს არ განიცდიდეს. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც განერიდენ ამას საერთოდ, აღარავითარ ინფორმაციას აღარ ასე ვთქვათ უშვებენ. სხვათა პანდემიის პერიოდში იყო კიდე ეს ტენდენცია, როგორი სტრესი იყო პანდემია, აბსოლუტურად მოულოდნელი. პლანეტა შეხვდა ამას სრულიად მოულოდნელად და ვიტყვი არამზადყოფნაში, ხო? ეს ის იყო, რასაც არავინ არ ელოდა. და აქაც ნახეთ ორგანიზმული რეაქციები სხვადასხვაგვარია. არის განრიდების რეაქცია, როგორც ესე იგი იგნორირების, განრიდების, თვალის არიდების, საერთოდ თვითონ არ ხდება დეფლექსია ქვია ამას, ამ დაცვით მექანიზმს გეშტალტში და ნახეთ როგორი რამეა, როცა დეფლექსირებთ და ის დეფლექსია გრძელდება. დიდხანს. გამოდის რომ ადამიანი სადღაც სხვა აბსოლუტურად ირეალურ თავის ვაკუუმში მოექცევა. თვითონ იქმნის ამას, ხო? თვითონ ქმნის ამ ვაკუუმს და მიმდინარეობს ამ დროს ის გარე სტრესორი რჩება უცვლელი, მიმდინარეობს და ადამიანი თავის ნაჭუჭში ექცევა. და იქ აი ამ სტრესთან გამკლავების პოტენციალი უბრალოდ ვიტყოდი სრულად ესე იგი შინაგან აკუმულაციას შინაგანი აკუმულაციის მდგომარეობაში, ანუ შინაგანად არის დაკონსერვებული და გარემოსთან აღარ არის ადამიანი ურთიერთგაცვლაში, ანუ ინტერაქციაში და ამიტომ ეს რესურსი, რომელიც გამკლავების რესურსი, მორგების რესურსი, ხო, ადაპტაციის რესურსი, ეს რაღაცნაირად ნაჭუჭში იკეტება. და ვერ ახერხებს ადამიანი შემდგომში ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ჩვენ გვჭირდება რომ ვუყუროთ თვალებში რეალობას და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და რაც ჩვენზე არ არის, აი უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი თავი, რომ ის რაც არ არის ჩვენზე, იქ ფუჭი განცდები და ფუჭი მღელვარება, აი ამ საზღვრის რეგულაცია არის ყოველდღიური ჩვენი გავარჯიშების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. საზღვრები არის მნიშვნელოვანი და საზღვრები მხოლოდ მე შენ ურთიერთობაში არ არის. საზღვრები არის მე და არა მეს შორის. აი აქ და ამჟამად კონტაქტის საზღვარზე რა ხდება, აი ის სხვა გარემო, სადაც მე არ ვარ დირიჟორი, ის თავისთავად მიმდინარეობს და მე აი ამ დირიჟირებაში რა უნარები მაქვს, რა შესაძლებლობები მაქვს კონკრეტულ ვითარებაში. ეს მაქვს ცხადად საგრძნობი და მე მჭირდება რომ ჩემი თავის ფლობა და მართვა ისე მქონდეს გავარჯიშებული, რომ ის რაც ჩემზე არ არის, ამან ნაკლებად იმოქმედოს ჩემზე. და ეს არის თავიდან ბოლომდე ადამიანის ყოველდღიურ გამოცდილებაზე და მის მოწადინებაზე და მონდომებაზე, რასაც ვინდომებთ ჩვენ ის გამოგდის და რასაც ჩვენ ვაუფასურებთ და
ვთვლით, რომ ეს არაფერი არ არის, თავისთავად ის რჩება ისე, როგორც არის. ასე რომ უნდა გავარჩიოთ ჩვენზე და ჩვენს რესურსებში და ჩვენს შესაძლებლობებში, ჩვენს თავისუფალ არჩევანში რა არის, რა ალტერნატივები გვაქვს, იქ ვართ ჩვენ გადაწყვეტილების მემღები, იქ ვართ ჩვენ სწორედაც პასუხისმგებლობის მქონენი, სადაც არჩევანი გვაქვს. სადაც არ გვაქვს არჩევანი, იქ არ ვარ მე, იქ მე არ ვარ. და ნახეთ, სადაც არჩევანი მაქვს, მე უნდა დავწონო რა მიღირს და რა არა, იმიტომ რომ არჩევანი ალბათ ისიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ რა ვიცი, შეიძლება საერთოდ თვითდაზიანებამდეც კი მივიდეს ადამიანი, იმიტომ რომ მისი არჩევანია დაიზიანოს თავისთავად თუ არა. ანუ ადამიანი თავის ღირებულებებიდან გამომდინარე მოქმედებს ნებისმიერ ვითარებაში და ზოგჯერ ეს ღირებულებები არც კი აქაც ცნობიერებული. ჯერ ფროიდი ამბობდა, რომ ჩვენი სუპერეგოს დიდი ნაწილი არაცნობიერშია. გეშტალტში ჩვენ ინტროექტებს უწოდებთ, ანუ დაუღეჭავად გადაყლაპული ისინი შეხედულებათა სისტემა. როცა მე არ მაქვს კარგად გააზრებული, რა რისთვის, რის გამო, ხო? რო კითხავ ადამიანს, რომ აი მესმის, მაგრამ აი რა არის, რა გამოძრავებს, ან რის გამო და პასუხი არ აქვს შეიძლება აქა და ეს კარგი ნიშანია სხვათა შორის, იმისი რომ უნდა დაფიქრდე და გაარკვიო საკუთარ თავთან ეს რა არის, იმიტომ რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთო შეგიძლია სინათლეში, სიბნელეში ვერაფერს ვერ აირჩევ, იმიტომ რომ ვერ ხედავ. დაანახვა გჭირდება იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება მოგვენიჭოს, პრიორიტეტები ავირჩიოთ რა ერთსა და მეორე ალტერნატივას შორის. თქვენ ახსენეთ ხა ესეთი რაღაც, რომ სადაც არჩევანი არ გაქვს, იქ შენ არ ხარ. დიახ. რას გულისხმობთ? და რამ მაგალითის აბსოლუტურად შეგვიძლია რომ განვიხილოთ ეგ. მაგალითად, მე არ ამირჩევია პანდემიის, ასე ვთქვათ, გავრცელება ამ სამყაროში. მე არ ამირჩევია, მე არ ვარ იქ, სადაც ეს მოხდა. შესაბამისად, ის გავრცელდა და ის რეალობა, რომ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პერიოდებში იყო შეზღუდვები, ხო, სოციალიზაციის შეზღუდვები, ასე უწოდებდნენ, რომ ჩაკუკეტეს, ესე ხო, ეს სიტყვა კარგად გვახსოვს ჩვენ გუშინგლიდან. ხო და აი ჩამკეტეს, სადავარ მე? სიტყვაც გეუბნება, ჩამკეტეს ნიშნავს გარემო მოიტანა აქტუალობა, რომ მე უნდა შევიზღუდო სოციალურ სივრცეში, ხო? და ვიყო ჩემ შიდა სივრცეში, მიკრო სივრცეში, რომელშიც მეტი ალბათობით ვიქნები დაცული, ხო, იმ ვირუსისგან, რომელიც სავალალო შედეგების რისკის მქონეა. ამიტომ მე არ ვირჩევ იმას, ესე იგი, ჩავიკეტო თუ არა. ეს მოცემულობა არის ასეთი. ეხლა ნახეთ, ეს მოცემულობა უნდა მივიღო და იმ მოცემულობაში ვარ, რაც მეძლევა არჩევანის თავისუფლება, იქ ვარ მე. იქ არის ჩემი მესაზღვრები და იქ არის კრეატიული მორგება და ჩვენ იმიტომ მომყავს ახლა ეს მაგალითი, რომ უკვე კარგად დანახვადი წარსულია, რომ გადავხედავთ ჩვენ ცხოვრების ხაზს და დავინახავთ იქ, რომ ზევიდან თუ გვერდიდან დავინახავთ, მაშინ და იქ ასე იყო. აქაც საზღვარია აქ და ახლა, მაშინ და იქ. და ჩვენ იქ ვხედავთ, რომ ადამიანებმა მოახერხეს მოცემულობა გარკვეულმა კატეგორიამ, ხო, გარკვეული ადამიანების რაოდენობა მოახდინა, რომ არა, გაურკვეველი რაოდენობა იყო, ეს ზუსტი რიცხვი არ ვიცი. მაგრამ, იყვნენ ადამიანები, ვინც მოახერხეს, რომ მიიღოთ ეს რეალობა ასეთად და კრეატიულად მიდგომოდნენ ამ საკითხს. მაგალითად, თავიანთ ოჯახებში დაიწყეს ისეთი თავის ოჯახის წევრებთან ერთად ისეთი ურთიერთობების თუ აქტივობების განხორციელება, რომლის დრო მათ არ ჰქონდათ, მაშინ როცა დაკავებულები იყვნენ და რაღაცა მე ბევრჯერ მოვისმინე, რომ ეს ურთიერთობები
აი ამ კრიზისში იმდენად განვითარდა და დაახლოვდნენ ერთმანეთთან ეს ოჯახის წევრები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არც ჰქონდათ ის საშუალება უდროობისა და დაკავებულობის გამო, ხო? და აი აქ ეს სარგებელი, ნახეთ, ის ჭირი, რომელშიც სარგებელი არსებობდა და რამდენიც მეტ ჭირში სარგებელს ეძებს ადამიანი, იმდენად ეს ზოგი ჭირი მრავლდება და რამდენშიც თავისუფალი არჩევანია რომ არ მოძებნოს და დაადანაშაულოს ხელისუფლება, ქვეყანა, საზოგადოება, პლანეტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო და რა ვიცი, ბედის წერა და ასე ალბათ არ გამომელება ახლა გარეთ დადანაშაულების და ბრალეულობის მიზეზები. რამდენად სხვას დაადანაშაულებს, იმდენად იქ ვერ იპოვის ვერანაირ სარგებელს, მაგრამ თუ კი მიიღებს რეალობას თითოეული ჩვენგანი და აი იქ ამ რეალობის მიღებასთან ერთად მოძებნის რომ რა შეიძლება ახლა გავაკეთო, კარგი ჩამკეტეს. რა ვქნა ახლა, აი რა, კარგი რა გავაკეთო ამ დროს. გასაგები. ანუ მე მაქვს ესეთი რაღაც რომ ვიღებ რეალობას, რასაც მე ვერ ვწყვეტ, მაგრამ იქ სადღაც იმ რეალობაში უნდა მე ავიღო ჩემი არჩევანის თავისუფლება, როგორც ჩემი პასუხისმგებლობა. ამაზე უნდა ვიყოთ, სიტყვა უნდა იმდენად რაღაც ყურს მჭრით. კარგია რომ ამაზე ვიყოთ ორიენტირებული. კი, მე მოყვები ჩემ მაგალითსაც. როდესაც COVID დაიწყო და ჩავკვკეტეს. მეც ესე ვიცახი რომ ჩავკვკეტეს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგალითად ცხრის მერე გარეთ არ გასვა, ეს რაღაცა მოცემული საათები უკვე გონება ვერ აღიქვავდა რა, მაგამდე რასაც ვაკეთებდი, ახლა უცებ სხვა რეალობაში აღმოჩნდი და დასაწყისში მქონდა ძალიან ცუდი რეაქცია და რთულად ვიყავი, რომ აი რა გვეშველება საერთოდ და ეს დასასრულია და რაღაც ესეთი ფიქრები იყო და მე რომ მივხვდი რომ დავჯექი და აი ესე ცუდად ვერ ვიქნებოდი, რაღაც უნდა მექნა რა, რაღაცნაირად უნდა გამოვსულიყო. ხო, აი მაგიტომ ყვები რომ კარგად ჩანს. ალბათ ყველაზე მეტი წიგნი წავიკითხე მაგ პერიოდში. რაღაცა ისეთი უნარები შევიძინე, რომელთვისაც აი ზუსტად დრო არ მქონდა მაგამდე და ფიზიკურად ვერ შევძლებდი რომ გამეკეთებინა და აი რაღაცნაირად ვისწავლე კიდევ დროის გამოყენება თითქოს აი ხო ვიცოდი რომ 9 საათამდე 9 საათის მერე გარეთ ვერ გავიდოდი და აი ეს მოცემული დროაც ქონდა გეგმავდი რომ ეხლა ამ დროს გავალ გარეთ ეხლა ამ დროს იმასმის ამას ვიმეცადინე ვიმუშავებ და ეს მქონდა სია ჩამოჭერი რომელიც თვისებას დღემდე მომყვება აი მაშინ 20-ში რომ დაიწყო დღესაც რომ ვიძინებ წინა დღით წერო აი ეს დროის მენეჯმენტში გავარჯიშეთ ხო ანუ ეს და კიდე ეხლა იყო ეს ამბები რაც დაიწყო ჩვენს ქვეყანაში სერიოზული ის მქონდა საკუთარ თავთან თქვენ როგორც აღწერეთ მე ასე ვერ განვიცდი გულისხმობ იმას რომ ის ყველაფერში არ მიცხოვრე რაც თქვენ მოყევით თუმცა აი როგორც თქვენ თქვით რომ კანით განიცდით ამ ყველაფერს თოთ ისე განვიცდი მეც ამ ყველაფერს და მქონდა მომენტი რომ იქნებ გავაჩერო პოდკასტის ჩაწერა იმიტომ რომ აი რაღაც ვის აინტერესებს ახლა ეს ყველაფერი და სულ სხვა ამოცანის წინაშე ვდგავართ ხო და მე უცებ აი იმ წამსვე მოვიდა აზრი რომელიც მოდი ისეთ თემებზე ჩაწერე გვანცა რომელთაც დაეხმარები, იმიტომ რომ ამ ხალხს ხო ისედაც ვინც მისმენთ ჩემი მაყურებელი, პირიქით რაღაცაში ეხმარები და ეხლა არ ჯობია რთულ მომენტში ისეთ თემებზე ჩაწერე, რომელიც უფრო მეტად დაეხმარებათ და აი ეგრევე შემოდრიალდა ჩემი ხედვა, რაც თქვენ თავშივე ახსენეთ, სტრესულ მომენტთან დაკავშირებით და ესეთი ძალიან ბევრია. უბრალოდ აი თქვენ რო საუბრობდით, იცით რა, მეც აი ამ ყველაფერ რამდენ სანამ მივედი ძალიან ბევრი გაკვეთილი გავიარე საკუთარ თავზე. მე ვიყავ ის ადამიანი, რომელიც იყო აი საოცრად იმპულსური. ვერ აგიხსენებთ ისეთი იმპულსური ვიყავ. მაგრამ რაღაც მომენტში რომ მივხვდი რომ მაზიანებდა იმპულსურობა, შევცვალე ჩემი ხედვები, ვიმეცადინე, რასაც თქვა როგორც პატარა ბავშვს სკოლაში მეცადებს, ისე ვიმეცადინე, რომ ეს ჩემი იმპულსური ქცევები გადამეყვანა დაფიქრებაში, გაჩერებაში ბევრჯერ გვისაუბრეთ ჩვენ სხვა ეპიზოდში დამკვირვებელში რო გადავსულიყავი, ამაზე მართლა ვიმეცადი. და ასე ხო ბევრი არ იქცევა.
ძალიან ცოტა ნაწილი არის ჩვენი მოსახლეობა, შეიძლება მსოფლიო მოსახლეობასაც არ ვიცი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის, რომელიც ამ პერსპექტივიდან უყურებს რეალობებს. და სწორედ ნებისმიერი გადადგმული, აი ჩვენ რო ვამბობთ, რომ სტრესს ესე გავუმკლავდეთ მაგალითად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს შეიძლება გაუგებარი იყოს, ხო? და ამ შემთხვევაში აი რა შვებით, მაგიტომ მივდივართ აი ამ დაძაბულობებამდე, ოღონდ აი არ გულით ხო მარტო აქციების მას, აი მაგალითად ქუჩაშიც ხო, ყველა დაძაბული, ყველა მოჭიმული არის, რომ თითქოს აი რაღაცა შეიძლება ვიღაცას გაედო, მოგიხდეს ხელი სიტყვაზე ვიძახი, ან თუნდაც ავტომობილის მართვის დროს საერთოდ რა ხდება, ხო? მაგიდან გამომდინარე გვაქვს შედეგები, იმიტომ რომ ეს რომ ყველა დასტრესილია საერთოდ ახლა კი არა, ზოგადად ეს ფონი გვაქვს ხოლმე ძირითადად. ნახეთ, სამყაროშიც ეგ არის, აი გეშტალტში არის ველი. ველის თეორიაზე, კურტ ლევინის თეორიაზე დგას გეშტალტიც, განწყობის თეორიაც და ველი ძალიან მნიშვნელოვანია და ველის მუხტი. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ეს ველი ჩვენ მართლა გვეხება და რეზონირებს ჩვენში. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ჩვენ მართლა ვხედავდეთ ამ ველს უფრო მასშტაბურად. იმიტომ რომ საქართველოს ველი ხომ არის მთელი დღევანდელი სამყაროს ველის ნაწილია. და სამყაროში მიდის ძალიან ისეთი პროცესები, კარგია რომ ინფორმაცია არ არის ახლა ვთქვათ იზოლაციური და რაღაც დაფარული არამედ პირიქით ჩვენ ვხედავთ და აი ამიტომ მთლიანად არის ახლა არ დავიწყებ მე ნამდვილად ამ პოლიტიკურ ანალიზს, მაგრამ ძალიან დაძაბული ველია სამყაროში. სხვადასხვა ქვეყნებში ესეა, ადამიანები ომებია, მიმდინარე კრიზისებია და მიდის ნებათა ღელვა სერიოზული. ყველა ეპოქას აქვს თავისი სირთულეები და აი ჩვენ ეპოქას ეს აქვს, რომ აი რაღაც მესამე მსოფლიო ომის რაღაცა იმაზე გავდივართ თითქოს ბეწვის ხიდზე და გრძნობენ ადამიანები ამ რისკებს და ჩვენ ქვეყანაშიც ესეთი ვითარებაა და ის მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება კიდევ უკმაყოფილების საკითხი. უკმაყოფილება როგორც საკუთარი სურვილების და მოთხოვნილებების ვერ დაკმაყოფილება, რასაც ფრუსტრაციას უწოდებთ, მე სპეციალურად ახლა მაგის ყოფით ეკვივალენტებს ხმარობ სიტყვებს, ეს უკმაყოფილების მდგომარეობა, ანუ დაუკმაყოფილებლობის, ფრუსტრაციის მდგომარეობა, რომელიც შობს უკვე ბრას და აგრესიას. და განუზომელია ბრაზი ჩვენ რეალობაში, იმიტომ რომ აი ეს მოთხოვნილებები გლობალურად ფრუსტრირებულია და ადამიანები განიცდიან ამ ბრაზს და ბრაზი როგორც სხვა ემოცია, რა ვიცი, რაც უფრო ძლიერია ემოცია, მით უფრო ძლიერია შინაგანი მუხტი. მართლა ფიზიკის კანონებზე გავდივართ, ემოცია ფიზიკური კატეგორიაა და მუხტი აქ აი ვალენტობა ახასიათებს, პლუს მინუსი, ინტენსივობა ახასიათებს. სიხშირით იზომება. ვზომავთ, პირდაპირ შკალები გვაქვს, ხო? ამის გასაზომი და რაც უფრო ძლიერია, პირდაპირ აფექტიც გვაქვს, ხო, ცნება, რაც კიდე უფრო ძლიერი ემოცია, კიდე არის პათოლოგიური აფექტი, სადაც უკვე საერთოდ ადამიანს არ მოეკითხება, ასე ვთქვათ, პასუხი, ეს პათოლოგიური აფექტი, სპეციფიური მდგომარეობა, მაგრამ აი აფექტაციის მდგომარეობა, ეგ არის, როცა ადამიანი შეპყრობილია რაღაცა ემოციით და უკვე ვეღარ ფიქრობს და ვეღარ აზროვნებს რა ხდება. და ეს ბრაზი ერთ-ერთი ძალიან მძიმე და ძლიერი აფექტია. და ეს რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენ რეალობაში, რომ აი ძალიან არის ეს მომძლავრებული ეს ბრაზი ადამიანებში. მე აგრესიას სიტყვას არ ხმარობ თუ შეამჩნიათ, იმიტომ რომ აგრესია შეიძლება იყოს კონსტრუქციულიც და დესტრუქციულით და აი ეს ბრაზი, რომელიც არის აი რაღაცნაირად სხვის მიმართ სხვა ადამიანის არ ვიცი, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ პიროვნულად დაზიანების მოთხოვნილებას აჩენს, ინტენციას, მისწრაფებას აჩენს. ეს უკვე დესტრუქციულია თავისი არსით, იმიტომ რომ იმდენად ძლიერია, რომ ადამიანები განტევების ვაცებს ეძებენ. აგრესია არის პირდაპირ, ვთქვათ, პირდაპირი, ირიბი და აუტო.
ესე იგი იმდენად ძლიერი აფექტია, ემოციაა ძლიერი, რომ ან უშუალოდ გამღიზიანებელზე უნდა განიმუხტოს, ან ირიბად განტევების ვაციც ეგ არის, ხო? ან თუ ვერც ერთზე, ან სხვა შემთხვევებში ადამიანები მიჩვეულები არიან, რომ თავის თავზე მიმართონ ეს პრასი. ხო, და აი აქ უკვე ეს კიდევ ძიმე ორგანიზმულ პრობლემებს ქმნის, საერთოდ დაავადებებს იწვევს, სომატიზაციას იწვევს, ხო? აი ეს სტრესები, სტრესული მდგომარეობები, ხო, რომელშიც იმყოფებიან ადამიანები და ვერ უმკლავდებიან სხვადასხვა მიზეზების გამო და აი ეს სტრესი როგორც ფრუსტრაციაზე რეაქცია, უკვე როგორც ბრაზი, დესტრუქციულია ეს ენერგია და მიდის, რაც მიდის, მერე სერიოზული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ, ზეგან დაუკმაყოფილებლობა, რომ მეც მაგის შეგრძნება მაქვს, რომ მასიურად ადამიანები არიან დაუკმაყოფილებლები ჩვენს ქვეყანაში. სხვა პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ მატერიალური დაუკმაყოფილებლობა არის, რაც იწვევს მერე უკვე სხვადასხვა რაღაცა მოვლენებს. კიდევ ვიცით რა მინდოდა რომ მეკითხა, აი ნახეთ, მე გარეგანი სტრესორი მოვიდა. მე შიგნით ვარ დალაგებული, ესე ვთქვათ რა, რაღაცა ჩემი ფსიქიკა არის წყობში, ყველაფერი კარგად მუშაობს, მაგრამ ეს გარეგანი სტრესორი ძალიან დიდია. ამ შემთხვევაში მე რას ვშვები, ანუ ჩემში რო შემოვა ეს სტრესორი, მრევს ისე რომ თუნდაც ესეთი ემოციები მაქვს, ბრაზი მაქვს, მინდა რომ რაღაც გავაფუჭო, ვიღაცას რაღაცა ვუთხრა, თუ ჩემი დამშვიდებული ფსიქიკა მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავრჩე მე ამ ჩემს სიმშვიდეში და იქიდან ვუპასუხო ამ სტრესორს. თქვენმა კითხავ ახლა შემახსენა, რომ ეს არ უნდა გამომრჩეს, რომ სტრესზე რეაქცია არის აბსოლუტურად სუბიექტური. ერთი და იგივე, უბრალოდ სტრესორზე რეაქცია, ხო? ერთი და იგივე გამღიზიანებელი აბსოლუტურად სხვადასხვანაირად განიცდება. რაღაც ძლიერი ჩემთვის სტრესორი შეიძლება თქვენთვის აბსოლუტურად არანაირი სტრესული რეაქციის გამომწვევი არ იყოს. ანუ ვთქვათ, რომ როგორც ყველაფერი ინდივიდუალურია, აღქმიდან დაწყებული, ასევე ბუნებრივია თვითონ გამღიზიანებლებიც სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად განიცდება, ვისთვის რა არის მასტრესირებელი და სხვისთვის სხვა. და აი თქვენ ბრძანეთ, რომ თუ კი შინაგანად ადამიანი არის დაბალანსებული, რა იგულისხმება ხა დაბალანსებობაში, როდესაც ის მისი გონება და გრძნობა ემოციური სფერო უფრო მეტად თანხვედრაში, ანუ უფრო თავსებადი განწყობებით ცხოვრობს, ვიდრე მუდმივ შინაგან დაპირისპირებასა და კონფლიქტში და დაპირისპირება და კონფლიქტი, როგორც წესი, არის ხოლმე, ვთქვათ, შინაგან სურვილებსა და ვალდებულებებს შორის, მინდასა და უნდას შორის არის შინაგანი კონფლიქტი. არის ხოლმე, აი, ადამიანი, ვთქვათ, გონებით ხვდება, რომ რაღაც ასეა ან ისეა და ამ დროს ემოციურად განსხვავებას განიცდის და სხვა რამეს გრძნობს, ესეც ვთქვათ არის შინაგანი რაღაცა ამბივალენტურობის, არათავსებადობის გამოხატულება. ხო, თუ ის ადამიანები, ვინც თავის თავზე მუშაობენ და ცდილობენ, რომ უფრო მეტად კონსონანსში იყვნენ, ვიდრე დისონანსში, ანუ უფრო საკუთარ თავთან თანწყობაში, ვიდრე კონფლიქტში, შესაბამისად ისევ და ისევ მათი დამოკიდებულება გამოწვევის მიმართ, მათი განწყობა როგორ უყურებენ ამ გამოწვევებს, იქნება ეს ჩემი არ არის ეს კვლევების შედეგია, რომ უფრო მეტად იქნებიან სტრეს მედეგობის მქონენი, ხო? სტრეს მედეგობა, ან სტრეს გამძლეობა სხვანაირად რო ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გვარი აქვს ადამიანებს და ერთ-ერთი სტრეს მედეგობის წინაპირობა არის სწორედ დამოკიდებულება. როგორ უყურებ, როგორ განიხილავ შენ, როგორ ხარ განწყობილი ამ სტრესის გამოწვევების მიმართ. ხო, სტრესული რეაქციების აღმძვრელი
პირველი გამოწვევების მიმართ. აქ შეიძლება რომ ჩაგეკითხოთ, მაპატიად გაწყვეტინოთ. არა, მე არ მაქვს პრობლემები. იცით რა არის? აი, ეხლა შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს ესეთი კითხვა, რომ რანაირად უნდა ვიყო მედეგი, როცა ესეთი რაღაცები ხდება. არ მაქვს ხა მხოლოდ ჩვენ სიტუაციაზე ზოგადად რა, აი რანაირად შევძლო ხა მე ასეთ თემებზე ვისაუბრია და მე ხო ვიცი ჩემი მაყურებლის კომენტარები რა და ანუ თუ ბრმა ვერ დავინახო, როგორ არ უნდა განვიცადო, როგორ არ უნდა მქონდეს ამ ყველაფერზე რეაქცია, აი სუის ის მოდის ხოლმე ესეთი რა. აუცილებლად რეაქცია არის ბუნებრივი, ძალიან ბუნებრივი პასუხია. მაგრამ ლაპარაკი კი არ არის რეაქციაზე. მე რას ვაკეთებთ ჩვენ და ჩვენთან როგორ დიალოგში მოვდივართ, ხო? აი მოდით, ხო, როგორ არ ვირეაგირო? გულქვა და ხედარ კინა ხო არა ვართ ჩვენ, მით უმეტეს თუ ემპათიურები ვართ და ადამიანისთვის ემპათია თანაგანცდა არის ჰუმანური მისი ბუნების გამოხატულება. თავისთავად, რა თქმა უნდა, რეაგირებთ და ძალიანაც რეაგირებთ ემოციურად. მაგრამ ლაპარაკი არის სწორედ აი ამ შინაგანი რეზონანსის მერე რას ვაკეთებთ. როგორ ვცდილობთ დავარეგულიროთ ეს, თუ თვით დინებაზე არის დაყენებული ეს საქმე და დინებაზე და მექანიკურ პროცესებზე და იმპულსებზე მიყოლა ჩვეულებრივი ამბავია. აქ გვაქვს განსხვავებული ისევ და ისევ მიდგომები, ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ის რაც მას შეეხო, ის რამაც მას ატკინა. მერე რას აკეთებს, ხო? და აქ ეს სტოიციზმი ძალიან საინტერესო მიმდინარეობა, რომელიც ძალიან გეშტალტურია თავისი ამ პრინციპით, რომ რაც ჩემზეა ვიღებ პასუხისმგებლობას და რაც ჩემზე არ არის. უბრალოდ იმის მიმართ ვცდილობ იმასთან ვცდილობ დისტანცირებას და იმის მიმართ ვცდილობ დავიმშვიდო თავი, იმიტომ რომ მაინც აზრი არ აქვს, ხო? და აი რამდენად საკუთარ თავს ვფლობ, აი ჩემი თავის უფალი, ანუ ჩემი თავის მფლობელი რამდენად ვარ, რომ შემიძლია რომ ჩემ თავთან დიალოგში ვიყო და ავუხსნა ჩემ თავს. ქართულში გვაქვს ესეთი გამონათქვამი, შენ თავს შეუძახე, ხო? ეს არის გარკვეულწილად სწორედ ეს საკუთარ თავთან მიმდინარე დიალოგის პროცესი, როგორც მეორე ადამიანთან, რომ ავუხსნათ საკუთარ თავს, რომ აი გასაგებია ეს ძალიან მტკივნეულია ან ძალიან გულსატკენია, ნუ იგივე აქაც ტკივილია, საღელვებელიც არის მესმის, მაგრამ მოდი გავერკვეთ ახლა. შენ რა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით გააკეთო, აიღე შენ თავზე ეს წილი პასუხის. ეს წილი აიღე, დასახე შენი სამოქმედო ნაბიჯები, რა გიღირს რომ გააკეთო აქა და აი ეს ენერგია თუნდაც ტკივილის, თუნდაც განცდის, აი ნებისმიერი ტკივილი ფიზიკური არ მაქვს მხედველობაში, ხო, უფრო მეტად ემოციურ განცდებზე ვსაუბრობ ახლა, ხო? აი ეს სამოქმედო ენერგიის მობილიზაცია არის წამალი, რომ რაც ჩემზეა დავსახო და ვიმოქმედო და თან ვუყურო, რომ ეხლა ესეც არ იყოს, რომ გვირაბული ხედვა ქვია მაგას, რომ გვერდზე აღარ ვიყურები და ცხენებს უკეთებენ, ხო? ამას, რომ აღარ გავიხედო რა ხდება. ვიმოქმედო და თან ყურადღებით ვიყო. აბა რა ხდება აქ და ამ მომენტში? და ყოველი მომენტი ახალი რეალობაა. შეიძლება ძალიან გავს ერთმანეთს ეს მომენტები, მაგრამ მაინც ახალია და უნდა ვიყოთ მოცემულ მომენტში. იმიტომ რომ ერთადერთი რეალობა მოცემული მომენტია. წინადადება, რომელიც დავიწყეთ, სანამ დავასრულეთ, უკვე წარსულია. ერთ დინებაში ვერ შევდივართ ორჯერ. ეს ჰერაკლიტეს ცნობილი გამონათქვამი, რომელიც გეშტალტის ფუძეა, რომ აქ და ამჟამად ყოფნაში ვარჯიშობთ ჩვენ და ის ადამიანები, ვისთანაც შეხებაში მოვდივართ, რა თქმა უნდა, ყველა თავისას ირჩევს, მაგრამ ეს შეთავაზება
რომ ადამიანმა შემოიტანოს თავის ყოველდღიურ ყოფაში, აი თქვენ ბრძანეთ ძალიან კარგად, რომ ვიმეცადინეო. მეცადინეობის გარშე რამე საერთოდ ხდება? მხოლოდ გაკვეთილების მომზადებას რო არ გულისხმობ, იმედია ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ამაში დაგვეთანხმება. ყველაფერი მეცადინეობით მოდის. გეთანხმებით აბსოლუტურად. ევროპელები მეცადინეობენ, იცით? და თუ ევროპაში გვინდა, უნდა ვიმეცადინოთ. და სხვანაირად იქ ვერ ვიქნებით მარტო გულმხურვალე სურვილები არ არის აქ საკმარისი. გეთანხმებით, მეც ვადასტურებ ყველაფერზე. კიდევ მინდა ესეთი საკითხი განვიხილოთ. სტრესს როგორც მივხვდი და ვიცი, აქვს მახსოვრობა, ხომ? და ეს რაღაცნაირად ჩვენ ტვინის როს ნაწილში იწერება პირდაპირ, როცა სტრესი განვიცადეთ, თუნდაც ბავშვობაში. მე ეს დასრულობაში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში, სხვა გამღიზიანებლით რომც იყოს, მაგრამ აი პატარა დეტალი იყოს იმ ძველი სტრესიდან გამომდინარე. ჩვენს ქცევას აქ და ახლა ის ძველი სტრესი განაგებს? აქ ძალიან მარტივად მინდა შემოვიტანო განწყობის ფიქსაციის ცნება, ან ფიქსირებული გეშტალტის ცნება, რომელიც ზუსტად იმას გულისხმობს, რასაც თქვენ ბრძანებთ. ესე იგი, ჩვენ ძლიერი ემოციური რეაქციები გვამახსოვრებინებს იმ სიტუაციებს და ჩვენი ორგანიზმი იმახსოვრებს ამ ყველაფერს და მსგავს სიტუაციაში აბსოლუტურად სპონტანურად იგივე რეაქცია. როცა მე ვთქვი, რომ მე დეჟავიუ მაქვს მეთქი ამ სიტუაციაში, ჩემ ორგანიზმს დამახსოვრებული აქვს ის. და მე მინდა თუ არა ის სიტუაციები მახსენდება, რომელიც გაგიზიარეთ. ხო, სხვადასხვა ეტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვითარდებით და თან მაგრად ვითარდებით და ქართველებს ეგ მადლობა ღმერთს ნიჭიერება და განვითარების უნარი მაგარი გვაქვს, ხო? აი ამ კრიზისებში ვითარდებით ჩვენ. ხო, მაგრამ მე როცა ის განცდილი მაქვს, აუცილებლად მსგავსი პირდაპირ მაგონებს ამას და პირდაპირ იგივე რეაქციას იწვევს ჩემში. და რაც უფრო ეს მეორდება, მით უფრო ფიქსირდება. ესე იგი, ძლიერი ემოციური რეაქციები და გამეორებითობა არის განწყობის ფიქსირების, აი თვითონ აი მთლიანი ორგანიზმული გეშტალტის ფიქსირების წინაპირობა. და ნამდვილად მსგავსება, ასოციაციურობა, ანუ კავშირი მაშინ და იმ დროინდელთან, რომელიც შეიძლება ვერც გაცნობიერდეს, უბრალოდ შეიძლება რაღაც მუსიკის სანგი მოვიდეს და იგივე რეაქცია იყოს ორგანიზმული. მარტო ემოციური არა. ის ემოცია მდგენელია მთლიან პიროვნული კონდიციის, მდგომარეობის. ეხლა ნახეთ, აქ მნიშვნელოვანია, რომ მე ვიცნო ეს. რომ იმისგან არის გამოწვეული? მე ვიცნო, რომ პირველ რიგში ვიცნო, შეიძლება ვერ დავაკავშირო, იმიტომ რომ ძალიან ძველი იყოს და შეიძლება ისეთი ბავშვობის გამოცდილება, რომელიც ცნობიერად არც არის შენახული. მაგრამ ნახეთ როგორ ხდება, თავარია რომ ამ შეგრძნებებთან დავრჩე მე და რეალობას გაუსწორო თვალი. ისევ აქ და ამჟამად ყოფნასთან როგორც პანაცეასთან მოვდივარ. ნახეთ, თუ მე აქ ვარ და გაფაციცებული ვიყურები რა ხდება აი აქ ამ სივრცეში და თან ჩემ შეგრძნებებს აი ამ კონტაქტის საზღვარზე მეთვალყურეობას ვუწევ, ცხადად გრძნობ, აღვიქვავ გარემოს და ჩემ რეაქციებს, ჩემ ფიზიკურ შეგრძნებებს ვადევნებ თვალყურს, შედარებით ადვილდება. დავინახო, რომ არაფერი არ ხდება აქ ისეთი, რაც მაშინ იყო. ან შეიძლება დავინახო, რომ ისეთი დრამატული არაფერია, როგორიც რეაქცია შევთანხმდე, რომ შეიძლება არ მახსოვს ის. მაგრამ შეიძლება გამეორდა უკვე რამდენჯერმე და მაშინ უნდა ვიცნო. მაგრამ თუ არ ახსოვს ადამიანს, აი აქ და ამჟამად ყოფნა, რეალობაში ყოფნა და თავისი შეგრძნებების ცხადად განცდა, ამ
აქ სხეულთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ასევე სამეცადიდო და განსავითარებელია და თუ კარგია ეს კონტაქტი, სპორტსმენებს აქვთ კარგი, იმიტომ რომ სულ უწევთ შეგრძნებების, ასე ვთქვათ, სკანირება და მონიტორინგი, ვინც ვარჯიშობს, შეიძლება არ არის პროფესიონალი, მაგრამ ვინც ვარჯიშობს, აი სხეულთან კონტაქტი, იოგა, პილატესი, ესეთი ვარჯიშები ძალიან კარგ სხეულთან კონტაქტს ავითარებს, ხომ? ზოგადად ვარჯიში. და ამიტომ აი ეს შეგრძნებების და გარემოს ურთიერთმიმართების გაცნობიერება ეხმარება ადამიანს, რომ იყოს იქ იმ მომენტში და ძველმა ინერციით არ წალეკოს. გასაგებია. თუმცა ვფიქრობ, რომ ცოტა რთული პროცესი არის. დამერწმუნეთ, რომ ერთხელ როცა გამოცდილებაში, აი როგორ შეიძლება ამასთან გამკლავება, ერთხელ რომ შემოდის გამოცდილებაში, მერე გენერალიზებას ახდენს ჩვენი ტვინი. ადრე არ ესმოდათ, რომ როგორ შეიძლება ერთმა ფსიქოთერაპიულმა გამოცდილებამ მერე სხვა, ასე ვთქვათ, გარე ვითარებებზე განზოგადება მოახდინოს, ხო, გენერალიზაციას, რასაც უწოდებთ და კვლევები აჩვენებს, თავის ტვინის კვლევები, რომ ჩვენ გვაქვს ეს უნარი და ეს გენერალიზაცია ხდება, ის რასაც ჩვენი ნეირონები აქ და ამ მომენტში ირეკლავენ, აი ეს ანარეკლი ამ ნეირონების მიერ მერე ესე იგი ჩვენ ცხოვრებაში ცვლილებების მომტანი ხდება. ამიტომ ერთი გამოცდილება განსხვავებული უკვე საყრდენს ქმნის. ჩვენი გამოცდილებები, რა თქმა უნდა, ნეგატიური გამოცდილება არის თავისთავად იმ ტენდენციის მქონე, რომ მსგავს სიტუაციებში იმ ფიქსირებულმა განწყობამ გადაფაროს და მე იმის მიხედვით დამანახოს, იმიტომ რომ ფიქსირება აღქმის კონტრასტს ან ასიმილაციას განაპირობებს, ანუ რას იმ ფიქსაციასთან მიმართებაში, რაც გაფიქსირებულია, ეს აწმყო უფრო განსხვავებულად და უცხოდ და კონტრასტულად აღიქმება ეს მომენტი, ან მსგავსად, ანუ ასიმილაციურად. აი მსგავსება და განსხვავება იმ გამოცდილებასთან განსაზღვრავს ჩვენ აღქმას. ხო, და შესაბამისად როდესაც ესე იგი ადამიანს აქვს რაღაცა ნეგატიური გაფიქსირებული, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ამ ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავს და აქ სამუშაოა თერაპიულად, რომ ადამიანმა მოახერხოს ასე ვთქვათ ჩარჩოს შეცვლა იმ წარსული რჩება, ჩვენ იმას ვერაფერს ვერ გარდავქმნით, ის არის ის, რაც იყო, იქ ვერ დაბრუნდებით, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხეთ მისი გადამუშავება და მონელება და იქ იმ მაშინდელ ტკივილებთან აქ და ახლა განსხვავებულობის კარგად ცხადგზნობა და გაცნობიერება განსხვავებული, ასე ვთქვათ, ხედვით ამ ყველაფრის მიმართ დასკვნების გაკეთება, რაც ზოგადად თერაპიაში ხდება ხოლმე, შესაბამისად ის ძველი უკვე აღარ არის ისე ძლიერად მომქმედი და საერთოდაც აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ უკვე ვიცით. და ვცნობთ აქ და როცა ვიცი როგორ ვიყო აქ ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვიყო. არ უნდა გავექცე. და აი ამ ყოფნაში, აი ამ ტკივილიდან იშვება სილამაზე. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ლიმბური სისტემა, დამაჯილდოვებელი სისტემა ქვია ამას, რომ როცა თვალს უსწორებთ ტკივილს, გვაჯილდოვებს მერე ბედნიერების ჰორმონებით. მაგაზე მე ჩემილია, რომ თქვა, რომ უბრალოდ თან კითხომეტრი არ და თავში ესეთი აი რაღაცა მომენტი, რაც მე ჩემო გონებამ დაიმახსოვრა სტრესის დროს, მომავალში როდესაც მეორდება სიტუაცია, რაღაც დოზით ხომ გადამარჩენს, ანუ თავდაცვის მექანიზმი მერტვება და შეიძლება ის მოცემული სტრესული სიტუაცია ისე სტრესულად აღარ აღვიქვა, იმიტომ რომ მე უკვე ის ვიცი რა იყო. თუ ესეთი კორელაცია არ არის ხოლმე? ესე იგი თქვენ გულისხმობთ, რომ თუ მე რაღაც ცუდი გამომიცდია, მაგალითად ადამიანი ერთხელ იყო ომში.
და მაგალითად სხვა საომარ სიტუაციაში მას გაახსენდება იმ ომში როგორც მოქმედებდა და რა თქმა უნდა დაეყრდნობა თავის გამოცდილებას და აუცილებლად გამოცდილება უკვე ფაქტურად ბევრჯერ გამომივიდა გამეორება, რომ გამოცდილება მართლა საყრდენია და ის აქაც ორი პოლუსია, ერთის მხრივ ის გამოცდილება საყრდენი, მას დაეხმარება იმ საომარ სიტუაციაში უფრო მეტად, ვთქვათ, ორიენტირებაში, მაგრამ ის შეიძლება იყოს მშვიდობიან გარემოში და სადღაც ფეერვერკი რომელიც მას ისევ ომს გაახსენებს, თოფნაკრავივით აგდებს ისევ სტრესულ ორგანიზმულ მდგომარეობაში და ისევ გამახსენდა ეს ჩემი კოლეგა, რომელიც ხშირად არის ჩვენი ტრენერია, ერთ-ერთი ტრენერთაგანია და ესე იგი ჩემთან იყო სტუმრად და ჩვენ დაბადების დღეებზე ხო ფეერვერკების გასროლა ძალიან გვიყვარს და ბათქაპუთქია სერიოზული და გამორბის თავისი ოთახიდან სულ გათეთრებულია იმიტომ რომ მას ბუნებრივია იმ სტრესს იმ გაფიქსირებული განწყობით პირდაპირ რაც რეაქცია ქონდა რომ ეს იყო დაბომბვა და ის მისი ორგანიზმი იყო მზად რომ თავშესაფარში უნდა გაქცეულიყო და როცა გამოვიდა და დაინახა ეს ფეერვერკები აივანზე ეს იგი სანამ გამოვიდა მდგომარეობიდან უკვე ორგანიზმი სერიოზული ასე ვთქვათ შეჯანჯღარების მდგომარეობაში იყო ეს არის პოსტტრაუმული სტრესი, ხო? პოსტტრაუმულ სტრესს კიდე აქვს უამრავი, არა მთელი რიგი მახასიათებლებისა. ეს არის მშვიდობიან ვითარებაში ინტრუზიული აზრები, ფლეშბეკები, ესე ქვია, ესე იგი ის სცენები თავისით მოდის. აქ სტიმული იყო ისე სროლა. ეგ სხვა რამე. სტიმულის გარეშე ხდება იმ შემთხვევაში, ხო? და კიდევ სხვა მახასიათებლები ხა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებზე ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ამას. ხო, რთულია, საკმაოდ რთულია და გასამკლავებელი არის. მე მაინტერესებს ასევე ჩავხედავ ჩემ კითხვებს, იმდენად საინტერესო საუბარი წავიდა, რომ ბევრი თემა მინდა რომ განვიხილო. ერთ-ერთი რაზეც დავუბრუნდებოდი, არის აი ქრონიკული სტრესის დროს. სანამ შემოვიდოთ ის კამერები ჩაერთვება და ვისაუბროთ გადაწვის ფენომენზე. და ამბობენ, მე წავიკითხე ეს თემას ვამზადებდი, რომ ტრამვა, ანუ ყველაფერი თითქმის მორჩენადი არის, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპიის ფარგლებში და აი ბერნაუტს გადაწვას ძალიან ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მივიდესო ადამიანი. იცით როგორი კითხვა მაქვს? აი მე რომ ვახსენე, რომ ქრონიკულად დაღრილობა სტრესს განვიცდიდი თქო რაღაც პერიოდის განმავლობაში. მაგრამ შეიძლება გადაწვა გამოიწვიოს. უბრალოდ ერთ მომენტში, ჩემი აი ამ პერიოდის რაღაც моментში მივხვდი, რომ ცუდად ვარ. ბუნებრივია. იგრძენით. ხო, ჩემ თავს ვუთხარი, რომ აი სარკეში რომ ჩაიხედებდი, რომ დაილაპარაკები, რომ ცუდად ხარ და იქნებ რაღაც შეცვალო. მანდ მივხვდი და იცით, როდის მივხვდი, აი მაგალითად, რომ დავასრულე ის მოცემულობა, რაც მე ამ სტრესში მომყოფებდა, აი 18-20 მთელი დღე მეძინა. ორგანიზმა კომპენსაცია მოქცევა. ანუ რაღაც დოზით ხო შეგვიძლია მასაც რომ გადაწვა დავარქვათ, რომელსაც იმ მომენტში უგრძნობდი, რომელსაც განვიცდიდი. გადაწვისკენ მიყავდით, იმიტომ რომ გადაწვას აქვს ძალიან სავალალო შედეგები ორგანიზმისთვის, მაგრამ ადამიანი გრძნობს, რომ გადაწვის პირას არის და კარგია რომ თქვენ იგრძენით. პირველი, რა თქმა უნდა, არის და როგორ შეიძლება საერთოდ რომ ეს მოხდეს, როცა ადამიანი არ იმჩნევს იმას, რომ მისი ორგანიზმი სულ არის ორგანიზმოთ, აი ფიზიკურად არის სულ აი ესე დაჭიმული სიმივით. მე ამ მეტაფორას მოვიდან, სულ დაჭიმულია, ვერ ისვენებს. ვერ დუნდება, ვერ ისვენებს. თუ ვერ ისვენებს, რა უშლის ხელს დასვენებაში? ესე იგი, მუდმივად ის ტრიალებს, რისგანაც განტვირთვა არ ხდება.
არ ვიცი, არის ესეთი ცნება პროფესიული გადაწვის და თუ სულ სამსახურეობრივი საკითხები ტრიალებს ამ დროს ცნობიერებაში, ღამეც რომ ვერ ძინავს ადამიანს, იმიტომ რომ ღამეც განტვირთვას ვერ ახერხებს. ც არ მინდა ღამესთან დაკავშირებით თქვა, არამედ პირიქით. ღამის ძილი არის მთავარი გამომყვანი აი ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ აი ეს ძილის პროცესი არის ენერგიის სრულფასოვანი აღდგენის შესაძლებლობის მქონე. და უყურეთ, როგორ ცხოვრობთ ჩვენს რეალობაში ადამიანების დიდი ნაწილი. მათ მიაჩნიათ, რომ არაუშავს გამოიძინებენ დილას და დღისით. ვერ გამოიძინებენ, იმიტომ რომ ის პროცესი, რომელიც ძილში განტვირთვა აღდგენის დილის და დღის ძილით ვერ კომპენსირდება პირიქით. იქ დეპრესიული ჰორმონები გამოიყოფა და პირიქით შედეგია და ეხლა შემოვიდა ეს მელატონინი ჩვეულებრივად უკვე სპრეის სახითაც არის შემოსული, არა მხოლოდ აბები, ხო? და ეს მელატონინი ბუნებრივად უნდა გამოიყოს, ეს ძილის ჰორმონი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის საქმეში. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ძალიან უდიერად ეპყრობიან თავიანთ ძილს და სადღეღამისო აი ამ ძილღვიძილის პერიოდს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ და გაუფასურებული აქვთ, ის რომ სულ აი ეკრან დამოკიდებულების რისკის ქვეშ იმყოფებიან, ეს ეპოქალურია თავისი არსით. ამიტომ აი ესეთი ვითარებები გადაწვის რისკების მატარებელია, რომ ვერ ისვენებს ორგანიზმი. და ერთი და იგივე შინაარსი ტრიალებს. დამუხტულია ორგანიზმი განტვირთვას, განმუხტვას ვეღარ ახერხებს. და ეს რა თქმა უნდა გადაწვის რა არის ეს გადაწვა, როცა ორგანიზმი გამოდის მწყობრიდან. ვეღარ ჩავარდება, ანუ ორგანიზმი დაეცემა და ჩავარდება. ვეღარ დგება, ვეღარ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ახლა ფიზიკურ კატეგორიებზე არ ვლაპარაკობთ, არამედ შეიძლება ვთქვათ, არ მინდა ახლა რომ ადამიანებს ეს შემდგომში რაღაცა მითი რა ქვია, შფოთვითი აშლილობების საფუძველი შეექმნათ, რომ არის კატეგორია, რომელსაც რო გაიგებს პირველ კურსელის დაავადება რო ქვია. რაღაცას მოკრავს ყურს, მე გავს იმას, რასაც მე ვგრძნობ და გამოიტანენ და დიაგნოზს თვითონ დაისვამენ. მე შეიძლება თვითონ მკურნალობას შეუდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ არ გვინდა ხო დრამატიზება და კატასტროფიზაცია, ვთქვათ, რომ მოფრთხილებაა საჭირო ორგანიზმის, უნდა ვადევნოთ თვალყურით ჩვენ შეგრძნებებს, აუცილებელია რომ ძილი იყოს სრულფასოვანი, ეს არის გადაწვის პრევენცია, ეს არის სტრესისგან განტვირთვის საშუალება. და როგორც კომპიუტერს ჭირდება გადატვირთვა, ისე ორგანიზმს და ეს გადატვირთვა ძილში ხდება. იქ სადაც უძილობაა და ვინც ვერ იძინებს და იღებს აბებს იმისთვის, რომ დაიძინოს ან კარგ ვარიანტში მელატონინს, იქ არის გასარკვევი რა არ აძინებს მას. და ესეთი დილეტანტური ფრაზა არსებობს, რომ რას დამეხმარება მე თუნდაც კომპეტენტური ფსიქოთერაპია პირველი პროცესი, როცა პრობლემები რჩება, ისედაც გარე სტრესორზე, როცა ვლაპარაკობთ, შეგაცლევინებს, დაგეხმარება განწყობის შეცვლაში, უცვლელი რეალობის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება. საკმარისია რაღაცა სხვა რაკურსით. კარგად შევხედოთ, რომ იცვლება. რაკურსის აღქმის რაკურსი განწყობის ცვლილებას იწვევს და ადამიანი ზოგჯერ როცა მით უმეტეს ემოციურად არის დატვირთული, ვერ ხედავს თვითონ იმ სხვა რაკურსს. ერთ წერტილს ხედავს, რომელიც მისთვის ძალიან რთულია და მძიმედ გასაძლებია და ემოციურად ძალიან, ასე ვთქვათ, ძაფრია, ხო? ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თუ საკუთარი თვითდახმარების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არ აქვს ადამიანს, ითხოვოს ეს დახმარება, თუმცა უამრავია თვითდახმარების ეხლა ტექნიკები,
ტექნიკებს, იმიტომ ვუწოდებ მოკლედ სიტყვას, რომ არის მიდგომები, საკუთარ თავთან მიდგომები, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულია, რომ მოქმედებს, მუშაობს, იმას აქვს სამეცნიერო, ასე ვთქვათ, ნიადაგი, ხო? როგორც მუშაობს და რა მექანიზმიც იწვევს, ვთქვათ, პოზიტიურ ცვლილებას, ხო? კარგია, აი, ცოტა ფსიქოგანათლება, ისედაც განათლება და ფსიქოგანათლება მით უმეტეს ჩვენს მართლაც სტრესულ გამრემოში დამხმარე არის და ადამიანს შეუძლია, რომ რაღაცები მოისმინოს, მერე საკუთარ თავზე დახმარების სახით გამოიყენოს. აქაც არის მაინც სელექციურობა საჭირო, იმიტომ რომ ინტერნეტ ციფრზე იმდენად უზარმაზარია და იმდენი არა კვალიფიციური და არა კომპეტენტური, ზოგჯერ მართლა შეიძლება ზიანის მომტანი რეკომენდაციები ისეთები მესმის ხოლმე, რომ პირიქით შედეგზე გამყვანი შეიძლება აღმოჩნდეს უმეტესწილად, ხო? მაგალითად, დაიგნორე, მაგალითად, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ესე იგი, ფროიდი ამბობდა, რომ რასაც არ შეიმჩნევდა განდევნი, აღმარჩი რომ დაეწევა ადამიანს, ისეთ, ასე ვთქვათ, ნეგატიურ შედეგებს იძლევა. კი არ უნდა განდევნო, არამედ პასუხი უნდა მისცე, შემოუშვა ცნობიერებაში და საკუთარი ცნობიერი პოზიცია საკუთარ თავთან იქონიო, თორე იმის იგნორირება, რაც შიგნით არის, არ არის კარგი შედეგის მომტანი, თუმცა იმის იგნორირება, რასაც ვერ შველი და გაიტანო ფრჩხილებს გარეთ და აღარ იყო მოწყვლადი, ეცადო, რომ შენ თავს უთხრა, რომ ნუ რა აზრია. პანდემიის დროს, აი მახსოვს ბევრჯერ სხვადასხვა ჟურნალისტებმა ეს მკითხეს, რომ რა აქნასო ამ ხალხმაო, რომ ესეთ ყოველო დღესო მრავალჯერ რაღაც საშინელ, ასე ვთქვათ, სტატისტიკას და საშინელ ინფორმაციას, ხო, ნუ ერთის მხრივ ინფორმირებული უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ აქაც ხო საზღვრები და გარკვეული ზომიერებაა და არ შეიძლება ბევრი, ხო? არ შეიძლება ზედმეტი. და ერთხელ მოისმინე და რაღაცა ირეაგირე, გააკეთე შენი გასაკეთებელი და მიხედე შენ თავს. ეგი ჩვენ რას ხედავდით, რომ ადამიანები ნიუსიდან ნიუსამდე ტელევიზორს არ გამორთავდნენ და თვითონ იმყოფებდნენ მუდმივ, ასე ვთქვათ, პროლონგირებულ ხანგრძლივ ქრონიკულ სტრესში ამყოფებდნენ თავიანთ თავებს. მერე ეს ქრონიკული სტრესი სხვა შორს იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ჩვენ ხო ფსიქოსომატური მთლიანობა ვართ, როგორც ორგანიზმი და აი ეს, როდესაც სულ ვამყოფებთ ჩვენ თავს, აი ესეთ სტრესულ მდგომარეობაში, მერე იმუნიტეტის და სტრესის საერთოდ, აი ძალიან ძლიერი ორგანიზმული რყევები იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს და ამიტომ არ არის ეს სახუმარო, რომ ადამიანი ნეგატიური ინფორმაციის მიმართ, სულ რაღაც ამ ადრენალინის მიმართ რისთვის? თუ შეგიძლია რომ დაეხმარო სომალელ მშიერ ბავშვებს დაეხმარე და თუ არა და რად გინდა სულ რო უყურებ იმ სომალელ ბავშვს როგორი შიმშილი აქვს, რომ ცუდად იყო ამისთვის, ხო? ეს რაღაცნაირად, ხო, მაგ უარყოფითი ემოციებით ვიკვებებით ჩვენ ადამიანები. რაღაცნაირად მიდრეკილება გვაქვს, ესეთი შინაგანი შეგრძნება მაქვს, რომ გვინდა, არ გვინდა უარყოფითი ემოციები. არა. რაღაც აი ეს ადრენალინის გამოწვევა მეტი ის გვაქვს თითქოს აი რაღაც საქმე გვეცემა შიგნით, რაღაცა ეს გვეწყება არ არის ესე? მოდი ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანს, ხო, შემთხვევითი არ არის, რომ ნიუსებში სულ ნეგატივს უშვებენ ჯერ. ეს არის ადამიანის მიერ ინტერესის აღძვრა, როგორც რაღაც სკანდალურის, რაღაც განსაკუთრებულად არაორდინარული მოვლენის, ხო, ყოველდღიურად ხო არ ხდება, კიდევ კარგი არ ხდება, ცუდი. ეს არის, რომ აი რაღაც არაორდინალური, არაყოველდღიური, რაღაც ამგაგებით სკანდალური და განსხვავებული და საინტერესო. აი ეს ინტერესი არის ჩვენთვის დამახასიათებელი. ნეგატიურისკენ სწრაფვა თუ აქ ადამიანს,
ფროიდი იტყოდა, რომ თანატოსის ინსტინქტი, სიკვდილის ინსტინქტი დომინირებს სიცოცხლის ინსტინქტზეო. როგორ არა შეიძლება ადამიანი დესტრუქციული მიმართულებით ვერ ხვდებოდეს, ისე საკუთარ თავს ინგრევდეს, მაგალითად ნივთიერებების მავნე მოხმარება, მაგალითად აი ეს მიჯაჭვულობა, ადიქციები, თუნდაც ესე იგი აზარტული თამაში, ეს ყველაფერი დესტრუქციის სფეროდან არის და ნამდვილად დავეთანხმები, რომ ეს ფაქტობრივად ნელი სუიციდია, პირდაპირ ვთქვათ რა. და იმიტომ რომ ვნებს ორგანიზმს, ხო მარტივია ახლა ერთ დღეში დაიმთავრებ შენ ორგანიზმულ ჯანმრთელობას თუ ისე გამოიყვან მწყობრიდან, რომ როდესღაც რაღაცა უბედურება შენივე არჩევანით, შენივე არასწორი არჩევანით დადგება, ხო, აქ მაინც საკუთარი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადიქციები მართლა უკვე სრულიად გამოსული მწყობრიდან და ნებელობა იქ საერთოდ ჩამოშლილია და ადამიანი არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ვეღარ მართავს, ვეღარ ირჩევს და იქ ცალკე არის სერიოზული, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩასატარებელი, სოციალურ რეაბილიტაციას გულისხმობ. მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ ეს თვით დესტრუქცია არ ვიცი, სხვადასხვა მიზეზით არ არის, ასე ვთქვათ, დომინანტური და გააქტიურებული და ადამიანი მაინც არის. მე მაინც ჰუმანისტურ ეგზისტენციალურ მიმართულებას მივეკუთვნები ჩემი პროფესიული არჩევანით და ვიტყვი, რომ აუცილებლად ადამიანი არის პოზიტიური შინაგანი ბირთვის მქონე. თუ ადამიანი ნეგატიური მიმართულებით იწყებს სვლას, სამწუხაროდ ეს ნეგატიური ზეგავლენის შედეგებია. და აი ეს თვით აქტუალიზაციის ტენდენცია, რომელიც არის ადამიანის შინაგანი რესურსების, მისი ნიჭის, უნარების, აი ესეთი შინაგანი მძლავრი მისწრაფება, რომ ის გამოიხატოს და რეალიზდეს თავის ცხოვრებაში, ეს ძალიან ძლიერი ძალაა, როგორც უზნაძე იტყო და ნიჭი ადამიანს არ მოასვენებს და ყველას აქვს თავისი ნიჭი. თუ არ ჩამარხა და რაღაც მიზეზების გამო იმ მართლა იმ ნიჭს მიწა არ მიაყარა, ასე რომ ვთქვათ, მეტაფორულად, სხვაგვარად ეს ნიჭი ისწრაფვის აუცილებლად გამოხატვისკენ, რეალიზაციისკენ და ადამიანი კონსტრუქციული ტენდენციის მქონე უფროა ვიდრე დესტრუქციული, თუ ჩართული აქვს დესტრუქცია, არ ვიცით, რაღაც გარემოებებმა ჩაურთო. ამიტომ არ მგონია, თუმცა ჩვენ ვიცით სადომაზოხიზმის ცნება, ესეც ორი პოლუსი და რა თქმა უნდა, არა, ხა ეს პათოლოგია ესეთი ხშირი არ არის, რომ ვიღაც უსიამოვნებით და ნეგატივით ტკბება და ამით სიამოვნებას იღებს, ვერ ვიტყვი ნამდვილად, რომ ეს ხშირია, მაგრამ ესეც არსებობს ხოლმე და თუ ადამიანს ნეგატიური სიამოვნებს, აუცილებლად უნდა ფსიქოთერაპევტს მიაკითხოს, იმიტომ რომ რაღაცამ მას ასეთი მდგომარეობა შეუქმნა და ეს ნორმა არ არის. გასაგები. მინდა რომ შევეხოთ გამოხატულებას და მე მოვყვები პატარა მაგალითს. აი ქრონიკი ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რაღაც გადამწყვეტი ეტაპი იყო ეს ქრონიკულ სტრესში, როცა ვიყავი. ძილთან ერთად მქონდა გამონაყარი სახეზე. ხო, ანუ და მე დავაკვირდი, რომ რამდენი სტრესული მომენტი მიდგება ცხოვრებაში, იმდენად რეაგირებს ჩემი სხეული ასე და მეწყება გამონაყარი სახეზე. და მეორე მომენტი, როდესაც მაგას ბოლო პერიოდში მოკლედ ესევ ეს რაღაცა დამიდგა, რომ სახაზე გამონაყარი დამეწყო და აი რო ვერ ხვდები საიდან როგორ რატო არაფერი ისეთი თითქოს არ არის და ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა ხო ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა ესეთი რაღაცა რომ დაფიქრდი ვაბაო გამონაყარიო ხანდახან არისო შეკავებული ემოციებიო და ესე გამოდისო ესეთი ზეგავლენა აქვს შენსეო და რას იკავებ ესეც სწორედ მკითხა პირდაპირ და მაშინ ძალიან გაოგნებული ვიყავი რომ არაფერს არ ვიკავებ თითქოს და აი პირიქით რა ვიცი მედიტირებ და აბა იოგა და აბა ის და აბა ეს და რატო რა მოხდა თქო და დავიჯექი ვიფიქრე და მივხვდი რაშიც იყო საქმე და
ყველაზე გასაკვირისით რა იყო, რომ იმ პერიოდის მოვლენასთან კი არ იყო დაკავშირებული. ძალიან ესეთი ბავშვობის მოვლენა იყო, რომელიც ალბათ რაღაცამ აი ეს აქტივაცია ხო ტრიგერი გამიკეთა და ხო ამოვიდა ზემოთ და მე ვერც კი ვიაზრებდი მაგ ყველაფერს რომ ანუ ვერც კი ვიაზრებდი რომ ის ემოცია რაღაც მომენტში მართავდა და თითქოს ჩემი დღის წესრიგი გახდა ამას ვერ ვიაზრებდი და ამ აი უბრალოდ ერთი ადამიანის სიტყვებმა შემომატრიალა ხო და მე არაფერი ვიფიქრე ამაზე მივხვდი რა ემოციასთან მქონდა საქმე და ვთქვი, თქმაც მინდოდა მოკლედ. ანუ გამოვხატე ის ჩემი შეგუბებული ემოცია, რომელიც მაშინ იყო. და ხო მაგის მერე დაიწყო ცვლილება, ანუ რაღაც კვალი დატოვა რა თქმა უნდა ამ გამონაყარმა, მაგრამ ის რაც მაშინ ხდებოდა, მალევე ალაგდა რა მოკლედ და აი მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების გამოხატვა. იმპულსურობაზე არ მაქვს საუბარი და ამ რაღაცა იმაზე, არა. აი ხო ზოგადად გამოხატვა, როგორც უარყოფით ის, ასევე დადებითი. კი ბატონო. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ კანი არის მართლაც სასაზღვრო ზონა შინაგანსა და გარეს შორის. და როდესაც ჩვენს რეალობაში მიმდინარე პროცესები ჩვენზე ისე მოქმედებს, რომ ჩვენში ემოციური ინტოქსიკაციას იწვევს, თუ ეს ემოციური ინტოქსიკაცია რჩება და ზოგჯერ რჩება იმის გამო, რომ როგორც თქვენ თქვით, სრულიადაც ვერ ცნობიერდებოდა, ხო? და ეს ემოციები შეკავებული იყო. ინტოქსიკაციას იწვევს შეკავება. ოღონდ მე არ მინდა ვთქვა, რომ ემოცია ყველა უნდა, როგორც თქვენ თქვით, ამოაფრქვიო. ჩვენ ცხოველებისგან იმით განსხვავდებით, რომ მარტო იმპულსური ქცევა არ გვახასიათებს. და პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გრძნობდეთ, ცხადად გრძნობდეთ გარემოში, აქ და ამ რეალობაში, როგორ გვეხება ეს გარემო კანზე და როგორ შეგრძნებებს იწვევს ჩვენში. და თუ ჩვენ ვართ, მუდმივად აქ და ამჟამად, ფანტაზიებში კი არ ვართ, რა იქნება, რა მოხდება, რა დადგება, ან არ დადგება, სულ მესამე ობიექტური პირის ნიშნების თუ რამეზე ვფიქრობ, რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, მე რო ჩემ საკეთებელზე ვიქონიო პასუხისმგებლობა, თორე რა მოხდება, ეს წინასწარმეტყველება ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია, ვინც ამბობს, რომ წინასწარმეტყველება, მაგრად ტყუის და ატყუებს ყველას. წარსულში ყოფნაც, წარსულით ცხოვრებაც ზუსტად ისეთივე ზიანის მომტანია, მხოლოდ აწმყოში, ამ რეალობაში, ამ მომენტში ყოფნით შეგვიძლია ჩვენ ჯანმრთელები ვიყოთ. იმიტომ რომ იმ წარსულში რო ვართ და წარმოვისახავთ ახლა იმ წარსულ რაღაც მოვლენებს, გინდ კარგი იყოს, გინდ ცუდი, ხო? ფაქტობრივად ამით ჩვენ ორგანიზმს ვატყუებთ, იმიტომ რომ ის ემოციები, რომელიც მოაქვს იმ გახსენებებს, არაფერი კავშირში მოცემულობასთან იმ ემოციებს არ აქვს, ხო, რეალობასთან კავშირი. და თუ კი ჩვენ ვართ აქ და ამ მომენტში ჩართული, მაშინ როგორ მეხება კანზე ის, რაც ახლა ხდება და როგორ რეზონირებს ის რეალობა, უფრო ადვილი შესამჩნევი და აღსაქმელია. ამიტომ შეკავებას და ინტოქსიკაციას ასეთ დროს ნაკლებად მოვახდენ, ვიდრე სხვა დროს, როცა არ ვარ აქ და საერთოდ ვერ ვამჩნევ, რას ვგრძნობ და გამოვხატავ თუ არ გამოვხატავ. როცა ემოცია აღიძრება მოცემულ მომენტში და ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს მუხტი არის შინაგანი, იძაბება ადამიანი ამ ემოციის აღძვრასთან ერთად და მას აქვს ტენდენცია, რომ განიმუხტოს, განიტვირთოს, ანუ იქნას გამოხატული. როცა ადამიანი მეტვალყურეობის ქვეშ ამყოფებს თავის თავს, ის შეიგრძნობს იმას, როგორ აღიძრა ამ მომენტში რაღაც ემოცია მასში, კარგი ნამეცადინები ადამიანი სახელსაცდელად არქმევს, რა არის ეს, რასაც ის ახლა და ამ მომენტში განიცდის და აი ეს ხო მეთანხმებით გარედაკვირვებაა.
მიწებებული თუ არის ადამიანი საკუთარ თავთან, ის ვერაფერს ვერ შეამჩნევს და ვერ დაინახავს და მას ექმნება ილუზია, რომ მისი ემოცია თვითონ არის იგი. მე არის მე ვარ ჩემი ემოცია, მე ვარ ჩემი ფიქრები, არა. ემოციები ჩემშია. ჩემ გულში, ჩემ მომადგასათქმელი ხელში, რაღაცა ხელები და კიდურები დამიძაბა ახლა ამ მომენტში, სუნთქვა ჩემში გამოიწვია სუნთქვის შეკავება. ადევნებ თვალყურს გარედან, დისტანცირებული ვარ და ცხადად გზნობ რა ხდება ჩემს სხეულში. და აქედან გამომდინარე თუ მე ამას კარგად ვასკანირებ და მონიტორინგის ქვეშ ვამყოფებ, მე თვალყურეობას თუ ვუწევ, მაშინ როგორც კი მე დავარქმევ სახელს და ვიგრძნობ რა ხდება ჩემში, მომენტალურად ისევ ვდგები თავისუფალი არჩევანის წინაშე, გამოვხატო თუ არ გამოვხატო, თუ მაგრად მაწვება როგორ გამოვხატო, თუ ენერგიას დავხარჯავ რა გვარობაზე, როგორ გამოვხატო, ფორმაზე, თუ ვუყურებ გარემოს და ეხლა ვარჩევ ფორმას, რა ფორმით გამოვხატო. და გამოხატვა გვაქვს ადამიანებს, სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, ვერბალური. და უნდა შეურჩიო სიტყვები, ამ მომენტში ხდება ეს ყველაფერი მე 1000 წამებში. უნდა სიტყვები მოვიდეს, აი როგორ მინდა ვთქვა. კი არ ვიფიქრო წინასწარ. მერე 5 წუთის მერე სულ სხვა რამე იქნება და არ ვიცი თუ ამ დაწყობილი ტექსტით მივდივარ, მაშინ წარსულში ვარ. აქ უნდა ვიყო და უნდა უყურო რეალობას, ვიგრძნო ის რეალობა და ეს რეალობა, ვენდო ამ რეალობას მაგძნობინებს მე ოპტიმალურად როგორ გამოვხატო, იმიტომ რომ თქვენთან სხვანაირად უნდა ვთქვა, სხვა ვითარებაში სხვა ფორმით უნდა გამოვხატო, ან საერთოდ გავჩერდე და არაფერი იქ არ გამოვხატო და წავიდე და ჩემთვის ყველაზე სანდო და ახლობელ ადამიანთან გამოვხატო და მოვყვე ის რისი გამოხატვაც მე იქ და იმ მომენტში გადავწყვიტე რომ არ ხის. იმიტომ რომ მართლა ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა და ზოგჯერ მართლა თქმითაც შავდება და ეს ემოციის გამოხატვა ხდება ვერბალურად, სიტყვიერად. ჩვენში ყვირილით ზოგჯერ და ძალიან ხმამაღლა. ეგრე. საუკეთესო პასუხი იყო. რისი მოსმენაც შეიძლება და მართლა უღონთ, იმიტომ რომ ბევრჯერ მიფიქრია მაგ საკითხზე რა და მინდა რომ რაღაცნაირად გავაზიარო, აი როგორც გითხარით, სერიოზული იმპულსური ადამიანი ვიყავი და ეს გამოხატვის ფორმა მქონდა ესეთი გაბრაზებული და შეიძლება და უცებ მეყვირა რაღაც გამეკეთებინა და მე ისიც როგორ მომენტში გადავედი, ეს ხო იყო. მე დავიწყე ფიქრი რომ კარგია, ეხლა ამ ყველაფერს რო აკეთებ, გვანცა და არ არის კარგი, იმიტომ რომ ვიღაცას აზიანებ, იმიტომ რომ შენ თავს აზიანებ, აი, ბევრი პასუხები მოვიდა. მე გადავწყვიტე რომ მოდი, აი, არ გამოვხატავ. სანამ იმ რეალობასთან მივედი თქვენ ახლა რაც აღწერეთ. მოდი არ გამოვხატავ. ამ არ გამოვხატვამ, ჩაგუბებულმა არ გამოვხატვამ, მიმიყვანა კიდევ უარეს მდგომარე. ნამდვილად, მართლა. და მე უკვე აი, როცა მივედი იმ წერტილამდე რასაც ქვია უკვე დაკვირვება. ოღონდ ვაკვირდებოდი, რატო გაუბრაზდი? ანუ იმ ადამიანმა გამაბრაზა მე, თუ ჩემმა თავმა გამაბრაზა, იმ ადამიანმა რა ემოცია ჩემში აღსწრა, მაგან გამაბრაზა? აი ამას რო დავაკვირდი. უკეთეს კითხვას შემოგთავაზებთ. რამ გამაბრაზა? იმიტომ რომ თუ რატომ ვიწყებთ სადღაც არქეოლოგიურ გათხრას. რამ გამაბრაზა? რა და როგორ? აი ეს არის პროცესში ყოფნის საუკეთესო ორი კითხვა. რა ხდება და როგორ ხდება? ჩართული ხარ და ადვილია მერე ნავიგაცია. იმიტომ რომ თუ რატომ მერე მიდის ადამიანი ფიქრებით სადღაც, სადაც უკვე აწყვო აღარ არის და დაკარგულია იქ აწყვო. ამიტომ რა და როგორ? ორი კითხვა გჭირდება, რაზედაც სულ პასუხები
თვალსაჩინოდ გვეძლევა და მართლა ცვლილების და ნავიგაციის საშუალებას გვაძლევს. კი ბატონო, მეც რა მიყვარს ძალიან ახლა მომენტში თავგრძნობ, რომ ყველა პოდკასტი, რომელსაც წერ, თუ ძალიან სამედიცინო თემა არ არის, ბოლოს მივდივართ ხოლმე ზუსტად ამ წერტილამდე, რომ საკუთარ თავში ჩაბრუნებამდე მივდივართ და ამ დამკვირვებლის პოზიციამდე მივდივართ და თითქოს ამოსავალი წერტილი ყოველთვის ეს არის, ნებისმიერ რაღაცაზე, რასაც ვსაუბრობ. ყველა პასუხი შიგნით არის და საკუთარ თავში. და ძალიან მომწონს ეგ და ჩემ მაყურებელმაც მე მგონი ეს კარგად გაიაზრა. რა თემასაც არ უნდა ვეხებოდეთ. აი, ეხა ისეთი ჯაჭვები შეიკრავთ, ესე თქვენ ამოთ პასუხისგებლობაზე, როცა ისაუბრეთ, ხო? ეპიზოდი გქონდა თავისუფლებაზე, თავს სტუმარმა თქვა პირდაპირ თავისუფლება არის პასუხისგებლობა. ეხა ეს პასუხისგებლობა როგორ გაიშალა, ხო? ხო და რაღაცნაირად ძალიან კაი შეგრძნებაა ეს. ბოლოს კი გავიდეთ და მინდა რომ აი ეს დამეგობრად დავარქვათ სტრესთან დამეგობრების მექანიზმები, რაც თქვენ ბევრჯერ ახსენეთ და მოყევით ახლა. აი შევაჯამოთ უბრალოდ რაღაცნაირად და ჩემს მაყურებელს რომ ვუთხრათ პირველ რიგში მე პირადად ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ სტრესთან დამეგობრება მე პირადად ძალიან ბევრი სასიკეთო რაღაც მომიტანა და მივხვდი როგორ ანუ აი სტრესულ მდგომარეობაში რო ვარ, ამ სტრესს ვიყენებ სასარგებლოდ. აი ყველაზე ესეთი პრიმიტიული მაგალითი მაქვს საკუთარ თავზე, რომ როცა ბევრი მაქვს სამუშაო, არ ვჭამ საჭმელს ბევრს. იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი რაღაც სტრესში ვარდება და მეტად იმდენად ფოკუსირებული ვარ საქმეზე, მეტად პროდუქტიული ვარ ასეთ დროს, ვიდრე აი კარგად რომ მივირთმევ და მე დავშტები და მე რომ ვიმუშავებ. ეს არის ყველაზე პრიმიტიული მაგალითი, რაც შემიძლია მოვყვედა. თქვენი გამოცდილება არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, რო გითხრათ. სტრესთან გამკლავების ყველა სტრესული სიტუაცია რა თქმა უნდა ორგანიზმული შეგრძნებებიდან გამომდინარე გუკარნახობს კიდევ და კიდევ არ მომწყინდება იმის გამეორება რომ თუ ვუსმენ ორგანიზმს და უსმენ არა თვითმიზნით გინდა თუ არა მოусმინო არამედ ორგანიზმი მკარნახობს ყოველთვის ეს ორგანიზმული სიბრძნე ჩვენ გვაქვს მართლა ყველაფერი შიგნით არის მენდელეევის სისტემიდან დაწყებული დამთავრებული ნებისმიერი ფილოსოფიური კონცეფციით ამიტომ უნდა მოусმინო ჩემ ორგანიზმს კი არ უნდა ვიფიქრო რაღაცაზე, არამედ შეგრძნებებს უნდა უსმენდე და ის შეგრძნებები მიკარნახებს. მაგალითად, სადღაც სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმი ადამიანს უკარნახებს, რომ მეტი ძილი ჭირდება. გახსოვთ თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ გეძინებოდათ და რომ მოусმინეთ და გეძინებოდათ, ბევრი დაიძინეთ, ხო? შეიძლება სადღაც თქვათ რაღაც კონკრეტული საკვების მიღების მოთხოვნილება გააჩინოს, იმიტომ რომ თქვათ იმ სტრესულ ვითარებაში კონკრეტულად რაღაც ნივთიერების დეფიციტი გახდა და ის უნდა ადამიანს ხომ ან შეიძლება მას უნდა რელაქსაცია და მუსიკის მოსმენა ან და ის ხედავს რომ ვერაფერს თვითონ ვერ ცulis და რაღაცის წაკითხვა უნდა და გონების ჩართვა უნდა გადატანა კი არ უნდა არაფერზე ჩართვა უნდა რაღაც საინტერესოზე გონების მომართვა და ან კინოს უყუროს შეიძლება თქვათ რაღაც ვითარებაში მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაქცევა საკუთარი საკეთებლისგან და პასუხისმგებლობისგან ეს შეიძლება იყოს გამოცლა იმ ფუჭი ენერგიის ხარჯვისგან და აი სტრესთან გამკლავება შეიძლება აი ამ გზით შეიძლებადეს დამეგობრება რომ ესე იგი საკუთარი სამოქმედო სტრატეგია აუცილებლად ყურადღების ფოკუსში მოსაქცევი ნაბიჯ იმის განხორციელება და ყურადღებით დაკვირვება რა და როგორ ხდება ამასთან ერთად და აი ამ ფუჭი ენერგიის ხარჯისგან განტვირთვა რომ ენერგიის ეკონომიურად ხარჯვა მოხდეს, ხომ? იმიტომ რომ მართლა ჩვენ არ გვაქვს ულიმიტოდ მოცემული არაფერი და მათ შორის არც ენერგია. ამიტომ ის სადაც მე ვერაფერს ვერ ვცვლი, იქ ტყუილად ენერგია რომ არ დავხარჯო, ხარჯო იქ რაც ჩემი გასაკეთებელია და რაც აი გარე ტრიგერები, მასტრესები იმისგან გამოცლა და საკუთარ რეალურ აქ და ამჟამად
სიტუაციაში ჩართვა. ამაში დამხმარე არის ხოლმე ადამიანისთვის საინტერესო აქტივობა, ხო? ვიღაც ხატავს, ვიღაც წერს, უკრავს, უსმენს, კითხულობს, უყურებს ფილმს, უამრავი რამე რითაც შეიძლება ჩვენი შინაგანი სამყარო დავიკავოთ. ნაცვლად იმიტომ რომ ფუჭად, ნაცვლად იმისა რომ ფუჭად ვხარჯოთ ეს ენერგია. ჩვენიერია. ბოლოს კიდევ ერთს გავაზიარებდი სუნთქვის ტექნიკებზე. რატომღაც ადამიანებს გონიათ, რომ სუნთქვის ტექნიკა არის მაინც და მაინც იოგით უნდა იყოს დაკავებული ან მედიტაციით იყოს. ეს ჩვეულებრივი რაღაცა ფიზიოლოგია არის და შეგვიძლია რომ სუნთქვით რაღაც პრაქტიკა გავაკეთოთ, ამით გულისცემა დავამშვიდოთ და ჩვენს დავამშვიდოთ, რომელსაც მე პირადად ვიყენებ, თუ აი მაგალითად ჩაწერის წინ თუ ვღელავ, მაგალითად, იმიტომ რომ როცა სტრესში ვარ, კი მობილიზებული ვარ, მაგრამ შეიძლება რაღაცა აი გამოვტოვო და მშვიდად როცა ვარ, უფრო ისე მიმყავს თვითონაც ეს ეპიზოდი და მშვენიერია. მე როგორც წავიკითხე ასევე ახსნის დონეზე, როდესაც ჩვენ უფრო ღრმად ჩავისუნთქავთ, ვიდრე ამოვისუნთქავთ, ამ დროს ჩვენი გულისცემა ჩქარდება. და როდესაც ჩვენ უფრო ღრმად ამოვისუნთქავთ, ვიდრე ჩავისუნთქავთ, მაშინ ჩვენი გულისცემა ნელდება. ჩვენი გულისცემა ნელდება ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი გადადის იმ მდგომარეობაში, როცა უნდა დაისვენოს და მოინელოს, ხო, ესე ეძახიან. ეს ერთი პრაქტიკა, ანუ მე თვითონ ვაკეთებ მაგას, რომ უფრო ღრმად ამოსუნთქვა მაქვს ხოლმე, როცა მაქვს სტრესი, სტრესული მომენტები და არის ასევე ორჯერ სწრაფად შესუნთქვა და ასევე უფრო ნელა ღრმად ამოსუნთქვა. და არ ვიცი, მე უბრალოდ დიდი ხანია ამ ყველაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ მედიტირებ და მაგ მომენტშიც მჭირდება ხოლმე სანამ მედიტაციას დავიწყებ. და მე ვაკეთებ სადღაც 5 წუთამდე და რაც დიდი დრო არის, მაგრამ შეგიძლიათ წუთი, 2 წუთი, ძალიან უფრო მარტივად ვიტყვი. პირიქით, ესე იგი, მოდი ესე ვთქვათ, რომ სუნთქვის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ინდივიდუალურად, რამდენად ორგანიზმი სტრესულად განიცდის რეალობას ან ნაკლებ სტრესულად. ანუ თვითონ სუნთქვის ინტენსივობა რა არის ხა ინტენსივობა? ორი პარამეტრი გვაქვს, სიღრმე სუნთქვის და სიჩქარე. ორად ორი. ეს იგი, ეს განისაზღვრება ორგანიზმული დაძაბულობის თუ დისკომფორტის მიხედვით. ამიტომ თქვენ ძალიან კარგად ახსენით, რაც ბრძანეთ, უბრალოდ დავამატოთ, რომ აუცილებლად ცხვირით შესუნთქვა და პირით გამოსუნთქვა. მე სულ მიყვარს ხოლმე მაგალითის მოყვანა, რომ ადამიანი სპონტანურად პირით ამოიოხრავს ხოლმე, როცა რაღაცა უმძიმს, ეს იმიტომ რომ ეს ამოსუნთქვა ძალიან ეხმარება, დისკომფორტისგან ათავისუფლებს და აი ამ სუნთქვის დროს ცხვირით შესუნთქვა და პირით გამოსუნთქვა, რამდენად ღრმად და რამდენად სუბუქად, თუ რამდენად ჩქარა და რამდენად ნელა, შეგრძნებების კონტროლით ხდება, შეგრძნებების სკანირებით. თუ ადამიანი მთლიანად თმის ძირებიდან ყველა უჯრედის და სხეულის ნაწილის, კუნთების მიმოხილვას იწყებს სუნთქვის დროს, იმისთვის რომ გაათავისუფლოს დაძაბულობისგან ყოველი უჯრედი. მაშინ რაღაც მომენტში, როცა ეს გათავისუფლდა უკვე ორგანიზმი, სხეული ეუბნება ადამიანს გადადი ჩვეულებრივ სუნთქვას. ხო, ამიტომ მე მაინც სულ ინდივიდუალურ მიდგომას ასე ვთქვათ, მოვაქცევ ხოლმე ყურადღების ცენტრში და ზუსტად ეს არის, რომ ცხვირით შესუნთქვა ძალიან მოკლე გზით აწვდით თავის ტვინ ჟანგბადს. ეს დაძაბულობის მოხსნა ადვილად ხდება, როცა ტვინს ჟანგბადი მიეწოდება და ნახეთ, როცა ჩვენ ვიძაბებით, აი თქვენ ცუთავიდან ჩვენი ბიოლოგიური ასე ვთქვათ მახასიათებლები ახსენეთ სტრესორზე რეაგირების. ჩვენ სუნთქვას ვწყვეტთ. და მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ როგორც ჩანს, აი ეს ჩვენი არქაული ბუნება, რომ როცა რაღაც გაფაჩუნდებოდა და საშიშროება იგრძნობოდა და გაირინდებოდა, ხო? ცხოველი ახაც ასე რეაგირებს საფრთხეზე, სუნთქვას. რატო? იმიტომ რომ სუნთქვის გაჩერება
უკეთესად სმენადობასაც, აი საიდან მოდის საფრთხე და ამას გარდა აი სრული მობილიზაცია, სუნთქვა, აი შეკავებული თითქოს ამ ენერგიის მთლიანად ერთ მუშტად აკუმულაციას უწყობდეს ხელს თითქოს, მაგრამ სინამდვილეში აი ეს სუნთქვის გაჩერება ჟანგბადის ცირკულაციას ხელს უშლის და ძალიან ცუდი სომატური რეაქციები გვაქვს, ამიტომ სტრესის დროს სუნთქვა ჯობია ვიდრე გაჩერება და ყურადღების მიპყრობა საკუთარი სუნთქვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ესეც ხო არის, შეიძლება ზუსტად სიტყვით მეშლება სადღაც დავიკითხე სუნთქვაზე, რომ ჩასუნთქვა არის უკვე წარსულიო და ამოსუნთქვა არის მომავალიო და ის რაღაც ერთი წამია, როცა აქ და ახლა ხარო, ხო? რაღაცა ეგეთი ძალიან კარგად ასახავს წამიერების რეალობას, რომ რეალობა არის წამში. ქართული სიტყვა მომავალი, ნახეთ რა სიტყვა გვაქვს, საერთოდ ამ სიტყვებს რომ უკვირდები, აი არ ვიღლები გაოცებით. ნუ ეს პრინციპში მარტივი და შეიძლება ნაკლებ გასაოცარია, რომ მომავალი არის რომ რაღაცა არის მოსვლის პროცესში. ანუ მომავალი არის რომ ის წამები, მე ასე ამ ჩემი ინტერპრეტაციით ეს არის ის წამები, მომენტები, რომლებიც მოძრაობენ და არიან დინამიკაში, პროცესში არიან. და ამ მომენტში იკვეთებიან. და როგორც კი გადაიკვეთებიან, უკვე გაედინებიან წარსულში. იმიტომ რომ სიტყვა წარსულიც ნიშნავს, რომ წასულია. წასულია. არაჩვეულებრივი იყო. მე მგონი ამას ამ სიტყვას ბევრჯერ რო დავასრულებთ ჩაწერაცაც მერეც ახთოვნობრივი ლაპარაკებ. ჩვენ გქონდა ესეთი რაღაც რუბრიკა დავიწყეთ ბჭყალებში, სადაც წინა სტუმარი მომავალ სტუმარს და ასევე მაყურებელს უტოვებს კითხვას. ესე იგი ჩვენი წინა სტუმრის კითხვა არის ასეთი, რომ მომავალში ჩემ თავს რას ვკითხავდიო? ანუ კითხვა თვითონ რას ვეტყოდი არაო, რას ვკითხავდიო? მე ვფიქრობ, რომ რახან სტრესზე ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ, მომავალში ჩემ თავს ვკითხავდი რა მასწავლა ჩემმა წარსულმა. და ეს არ არის გლობალური კითხვა, არამედ ეხლა მოვაბამ მაშინ ლოგიკურად ჩემ კითხვას. ასეთ კითხვას დავსვამდი. რა მასწავლა ჩემმა სტრესულმა გამოცდილებამ, რა სიბრძნე, რა ცვლილებისკენ, საკუთარი თავის ცვლილებისკენ, რა ბიძგი და იმპულსი მომცა მე. ანუ ჩვენი კითხვა არის ესეთი, რომ ჩვენმა სტრესულმა გამოცდილებამ რა ცვლილებისკენ რა ბიძგი მოგცა, ხო? რა მასწავლა. რა მასწავლა. ძალიან საინტერესოა, მე შემიძლია. ასე რომ ჩემ მომავალში მე ამას ვკითხავდი, ჩემ თავს ასე მოვაბი ამას. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. და ველოდები აუცილებლად მაყურებლის პასუხს ამ კითხვაზე, იმიტომ რომ ყველას რაღაცას გვასწავლის და ეგ ხედვა რომ რაღაც გვასწავლის, ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. და დასაფიქრებელი. კი. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი სტრესი, ასეთი საუბარი ჯერ ქართულ სივრცეში არ ყოფილა. მადლობთ თუ ასეა მე მოხარული ვარ. მე ბევრი, ანუ ნახე, რა თქმა უნდა, ბევრი ეპიზოდები, რაღაც პოდკასტები, სადაც სტრესზე ლაპარაკობენ, სატელევიზიო გადაცემები, უბრალოდ მაინტერესებდა რაზე ყოფილა განხილვა და ჩვენ არ განგვიხილავს მაგალითად ქრონიკული სტრესის დაავადებები რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ამას თან მარტივად დაგუგლავთ და ნახავთ რა შეიძლება იყოს და მგონია რომ სტრესის აღქმა და ამის ზემოთ კიდევ იმდენი რაღაცა მოგვცა ამ ეპიზოდმა, მე და ჩემ მაყურებელს მოგცემს, როცა ის ნახავენ. ჩემთვის იყო რაღაცნაირი თერაპია ეს ეპიზოდი პირდაპირ გეტყვით. დიდი მადლობა ამისთვის. დღეს ბევრად ესაც სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ბევრად უფრო ესე ვგრძნობ თავს, მიუხედავად რომ ეს სტრესზე ვილაპარაკეთ თითქოს ბევრად უფრო კარგად და იმედიანად ვარ, ვიდრე ვიყავი ცოტა ხნის წინ, სანამ შემოვიდოთ და დიდი მადლობა ამისთვის თქვენ. ასევე უნდა უთხრა ჩემს მაყურებელს მადლობა, იმიტომ რომ
დღეს არის ბოლო, ანუ ამ წლის ბოლო ეპიზოდი და ვერასდროს ვერ გადავიხდი ალბათ იმ მადლობას, იმ სიყვარულს და სითბოს, რაც აი ამ ძალიან მცირე პერიოდში ჩემმა მაყურებელმა მე მაჩუქა და ამას ყოველდღე მაგრძნობინებს მართლა. არ ვიცი, ალბათ ბევრჯერ ვილაპარაკებ ამ თემაზე, იმიტომ რომ მინდა რომ გამოვხატო მადლიერება, მაგრამ ხანდახან სიტყვებს ვერ პოულობ ხოლმე, რომ ჩემთანაც ვეკითხები, რომ რითი დავიმსახურე ეს ყველაფერი, ესეთი შეკითხვა მაქვს ხოლმე და მე დიდი მადლობა, რომ ამდენი თვის განმავლობაში ჩემი მაყურებელი გახდით და მე ვდებ პირობას, რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტი უფრო საინტერესო გახდება მომავალში. მადლობა. ბედნიერება და სიმშვიდე გქონოდეს. კი, პირველ რიგში ხო, ანუ ახალ წელს ეს სურვილი არის მთავარი, მე მგონი სიმშვიდის შეგრძნება.